მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ქართული YouTube-ის მაფია All-Stars მეორე სეზონით ბეტსონ სპორტის YouTube არხზე გიბრუნდებათ და ერთმანეთს გავამხნევოთ. ძალიან მომენატრა სიცილიის შემდეგ პირველად ხვდები ძალიან ბევრ თქვენგანს, ასე რომ როგორც მაფია, ასევე თქვენც მომენატრეთ, რა თქმა უნდა. ტაში მეგობრებო, ერთი ტაში. All-Stars მეორე სეზონში საპრიზო ფონდი იქნება 20,000 ლარი. რისთვისაც უღრმესი მადლობა ბეტსონ სპორტს. და ვინ გადაწყვეტს ვინ მოიგო? თამაშის ბოლოს მაფიის ფედერაციის პრეზიდენტი დაწერს კლუბებს. მაფიის პრეზიდენტი. ჯამში ვითამაშებთ 6 თამაშს და კარგი სვლების და მოგებების გათვალისწინებით დაიწერება ქულები, რომელიც შემდეგ უკვე ლიდერბორდში გამარჯვებულებს გამოავლენს. წარმატებები მინდა რომ გისურვოთ ყველა თქვენგანს. მაფიის სპონსორია Celsius-ი, რომელიც არის არისტონის ოფიციალური წარმომადგენელი. გათბობა გაგრილების კომპანია. მადლობა მათ თანადგომისთვის და გეტყვით რომ თავის რჩეულს სეზონის ბოლოს გადასცემს პრემიალური ხარისხის გათბობის ქვაბს, რომელიც ძალიან მაგარია. TikTok ედიტორებს მოგმართავთ, რომ ყოველი მესამე ეპიზოდის შემდეგ ჩატარდება გათამაშება, სადაც პირველი ჰეშტეგი იქნება All-Star, Mafia All-Star 2 და შემდეგ იქნება Mafia All-Star 3. გამომწერებისთვის გეტყვით, რომ სულ მალე დაისტარტება Mafia G-ზე ტურნირი გამომწერებისთვის და ძალიან მაგარი პრიზები გვექნება. ასე რომ აუცილებლად დარეგისტრირდით, გაიარეთ შემდეგ დაჯავშნეთ თამაშები და ითამაშეთ მარტო ან მეგობრებთან ერთად. მე მგონი დროა რომ დავაღამოთ და დავიწყოთ თამაში, იმიტომ რომ მაყურებელი ძალიან მონატრებული არის ამ ეპიკობებს. აქვე შევთანხმდეთ, რომ ფოლებთან დაკავშირებით, ჯარიმებთან დაკავშირებით ვიქნები ძალიან მკაცრი. მოსულა? მოსულა! არა. კარგია. ბიჭო, არ აქ მოდი და აქ გაერთეთ ბილიარდიც არის, PlayStation-ები და ყველაფერი არის. თვითონ პრეზიდენტიც აგზის მაფიის. დორბლი გადმოვაგდე. დავახამოთ თუ შეიძლება თორე საშინელებები გქონდეს. დავიძინოთ თუ შეიძლება. სლენდერას ხოვრომ კარტები მოგამარაგოს კარტებით. არჩოქი შეგიძლიათ შეიძინოთ. იგვიძებს ხოლმე პირველი ნომერი, ხამე გავჩუნდეთ თორე ფორებს დავწერ. მიიღო როლი, იგვიძებს მეორე და გაეცნობა თავის როლს. იგვიძებს მესამე იგვიძებს მეოთხე მეხუთე ნომერი და გაეცნობა თავის როლს. იგვიძებს მეექვსე იგვიძებს მეშვიდე ნომერი მერვე ნომერი იგვიძებს მეცხრე იგვიძებს მეათე
იღვიძებს მე-11 დაიღვიძებს მე-12 და ნახავს რა როლი დაუტოვა ქალაქმა მემშვიდობები ყველა გაეცნო თავის როლს ხელები ავიღოთ მაგიდიდან და იღვიძებს მხოლოდ მაფია თორნი იქნევს ხელს და ირჩევს მარჯვენა ხელს მემშვიდობები მაფიას იღვიძებს მხოლოდ შოგუნი და უერთდება იაკუძა შოგუნი იქნევს ხელს მემშვიდობები იღვიძებს მხოლოდ დეტექტივი გადახედავს ქალაქს მემშვიდობები იღვიძებს ექიმი გადახედავს ქალაქს მემშვიდობები და თემდება ცოდვებით ახსავს ქალაქში წარმატებებს გისურვებთ პირველი ნომერი გახსნის წრეს თქვენ 1 წუთი გამარჯობა მეგობრებო, ძალიან მიხარია ოსტარის დაწყება. არ ვიცი რამდენად შევწყვდები ამ დონეს, რაც თქვენ გაქვთ და ოსტარში ჭირდება, მაგრამ ვეცდები მაქსიმალურად. რაც შეეხება ჩემს პირველ ნომერზე ჯდომას, ძალიან არ მინდოდა და მიუხედავად იმისა, რომ ჯითუს 1 საათი ვეხვეწებოდი, რომ აქ არ დამშტარიყავი, მაინც აქვსი ვარ. ამიტომ ისტორიების მოყოლით ვერ გამოვირჩევი, უბრალოდ წარმატებებს გისურვებთ და იმედი მაქვს პატიოსნები ვიპოვით ერთმანეთს და გავიმარჯვებთ. პას. მადლობა. 2 მიხარი ანუ აქ ვარ ვიხამუძებს ოსტარში ხო ვერ წარმომედია ჩემთან მაგრამ მოხდი რა შემთხვევით გამიმართლა მეგობრებო და დავიწყებ შეფასებით პირველ ნომერს დეიტაულად შევაფასე დიდად ხო არ ვერვიულობ და მიუხედავად იმისა რომ ძალიან გელავდა პირველი ნომერი რო იყო საუბრისას არ გელავდა რა ნუ შევატყო ყოველ შემთხვევაში ამიტომ ნეიტრალურად შევაფასებ არც გუჩა ვან და არც უცარი. შმა ანტა. ჩემ თავზე რა შეიძლება ვთქვა, მე პატრიოტსანი ვქალაქი ვარ. ძალიან მინდოდა რა ყოფილიყავი, თუმცა არ მიმართლებს და როლები არ მომდის ძალიან იშვიათ შემთხვევაში. დავაკვირდები თამაშს, ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით. პას. მადლობა. 3. კაროჩე, ეხლა გეტყვით რა. დიდი მადლობა, ანუ დღეს მარტო იმიტომ მიხარი აქ მოსვლა, რომ მაფია არის პრინციპული თამაში. ოზი რომელმაც განაცხადა, რომ აქ არის ჯდებოდა აღარასდროს და გვატირა, ის ისე აგზის. ის გამოც დიდი მადლობა მას, მართლა. ეხლა ზუსტად უზექთით სადაც ვერ წავყო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ფლოს დამიწერ. პირველ ნომერი არის სრული სისხლის მაფიოზი, მართლა იმე აი. ვითომ ნერვიულობს და იყო რა. სოსო, რა თქმა უნდა, მაფიოზია. მე ვარ კაი კაცი. ამ სამიდან. დანარჩენი არა რომ მგონია მაფიოზი, იმიტომ რომ ეს გააკეთა. როგორც კი იღებდა და ქორო ჩემი ძმა. ველაპარაკო? მართლა, მომიბი შენ ლაპარაკი. ძალიან კიდე. თოთი, მომიბი ხა ამ წამს. შენ ლაპარაკი. მე რა მინდოდა ეს შოგუნი მინდოდა შეჭრა, მეთქი მინდა კალა გავიჩოთ ეს რა. აი მოქალაქე იმას ვეხვეწე, გამომიცვალე თქო რა. იმ ფეხი დაიდგა, დაბალი ბიჭი რო დადისხომე აქ. წელეზე. მადლობა. 400-ს უსმენ. მე როგორც ისე ანუ თავიდან რო დაიწყე ამასთან რო ქონდა კომუნიკაცია მე მომეწონე, მაგრამ ისე გითხრა კალატოზმა გაგძელე რომ იმას არ მოეწონე და მე მგონია რომ ის უკეთესად გიცნობს ვიდრე მე. და თან შენ ახლა თქვი გამომიცვალე რაღაცები და უფრო თავიდან მომეწონა და აი ბოლოს ვეღარ მომეწონე, იმიტომ რომ შენ არ გიყვარს ცუდი კარტი. და რატო უნდა უთხრა რომ გამომიცვალე კარტი თუ კაი კარტია მოგევიდა. ფონდამწერ იმას ვეუბნები მე და შენ შოგუნობა გაასწორებს თავიდან თორე რა. პირველი იყო უფრო მოშვებული, მე მომეწონა, ასე თუ ისე, ანუ არაფერი არ გელაპარაკია, რომ ძალიან უნდა მომწონებოდა, ან არ უნდა მომწონებოდა. 300 მეორე ფოლი. 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 300 როცა ძალიან უნდა მომწონებოდა.
ამიტომ ემოციურ დონეზე ასე თუ ისე მომეწონე იმის მიუხედავად რომ ნერვიულობდი. მეორემ თავიდან ცოტა მოშობილმა დაიწყო, მაგრამ მე ესე იჯექი და ცოტა წაიძაბე და არ ვიცი იმის ბრალია რომ მეორეზე ზიხარ და აუცილებლად უნდა შეაფასო პირველი თუ არ ვიცი რის ბრალია, უბრალოდ ოდნავ დაძაბული მეჩვენი. ამ სამიდან ყველაზე ნაკლებად დაძაბული მე მეჩვენა ერთი ნომერი და შენ უბრალოდ ძალიან საყვარელი იყავი. ხო და აი როგორ გითხრათ რა, აი არც იქით ვარ თამსაკეთ რა. ხუთიანი? პირველ ნომერს ამერ მოეყოლა, გამიხარდებოდა, ესე უბრალოდ სასიამოვნო იქნებოდა რა. ამიტომ დიდად არაფერი არ ულაპარაკია, პირველ ძივარ აქ და ნუ გასაგებია ყველაფერი. სოსოსაც ალაპარაკო იდეაში არაფერი არ ქონდა, იმიტომ რომ პირველ ნომერს არაფერი არ მოუყოლია და სოსო ვერ იტყოდა, რომ აი რა კაი ისტორია მოყვა და ძალიან ლაღი იყო და ასე შემდეგ. მაგრამ ანანომ რაღაცები დაიჭირა პირველ ნომერში, რაც მოეწონა და სასიამოვნო იყო ანანოსთვის. მესამე ნომერმა იმატრაკვეცა, როგორც ყოველთვის, მაგრამ მაგარი კაცია, ჯერჯერობით. და ნუ აქედან რადგან შემტევი იყო, მე ვითამაშებ ანანოსთან ერთად ჯერჯერობით. 4-5 ვიქნებით, ანანომ თქვა, კარგი იდეაში. პირველ ნომერზე, მეორეზე, შენზე ცოტა ისე ილაპარაკა. რაღაცებში ვეთანხმები, მაგრამ მაინც მაგარი კაცი ხარ. და ეს რითი გარეცხეთ, ალერგია მომცა, მადლობა. 6. ხო, ანუ მე ანანომ რაც ლაპარაკა, ზუსტად ვეთანხმები, უბრალოდ ერთი რაც არო, ცოტა კი არა, სოსო ძალიან მე მძიმა, ესე რო ვთქვა რა, ანუ მძიმე აურა წამოიღო. მე ხო, ანუ ყველაზე ნაკლებად შენ მომწონხარ აქ მახარას მერე. იმიტომ რომ მახარამ ჩემი მაშინდელი ნათქვამი ალბათ ბოლო თამაში არის, იმიტომ რომ შეიძლება ვერ მოვახერ ხომ მეთქი, ეგრე მქონდა ნათქვამი. შეხო უზის ტუპის სადი ხარ. თემო. ხო. 5-იანს ფოლი და 11 ფოლი. აჰა, ფოლებს მეგობრებო, თუ შეიძლება ფოლებს ნუ აიღებთ, მაგრამ შენ 2 ფოლი გაქვს განსაკუთრებით, ისე რომ იცოდე. ბიჭო, ანუ შენ თუ პატიოსანი ხარ, პატიოსანს გჭირდები. მე ანანოს პოზიცია ძალიან მომეწონა, ზუსტად იგივე პოზიციაზე ვიქნებოდი 4 ნომრიდან და შესაბამისად ქოროს ნათქვამიც მაგიტომ მომეწონა. პოზიციურად ქორო მომწონს, ანუ მე ვითამაშებდი 1-4-5-ს ჩემთან ერთად, რა თქმა უნდა, გუნდში, მაგრამ ანუ ერთი რაც არის, ქოროსგან არ მომეწონა ის სანც არის მახარასთან ერთად და ანანო ვიზიარებ შენს ადგილზე ჯდომას, იმიტომ რომ დიდი ალბათობით მომიწევს ანა ამისი. ალბათ. მე რა მაინტერესებს, შენ 5-იანი აიყვანე, გუნდში თუ არ აიყვანე? ანუ ბიჭო, ნახე, მე რა პოზიციურად რა ხო, შეიძლება შავი კარტია და ილაპარაკა ის, რაც ძალიან კარგად აწყობს და ასე. ნახე, 3-იანი არ მომწონს, მახარ, შენ თუ წითელი კარტი ხარ, მეტად უფრო სერიოზულად უდგები როგორც წესი საქმეს რა. ანუ შენგან ეხა ის მაგარი კაცია, ეს მაგარი კაცია, გავიგეთ რომ შოუს ველოდებით, მაგრამ გადამეტებული იყო, რაც უფრო მეტად შავი კარტით გახასიათებს ხოლმე. 2-იანზე ნახე, ყველამ იგივე თქვა და მეც ეგ შევამჩნიე რა. თან იცი რა არ მომიწონა, შენ თქვი ეგეთი რაღაცა, რომ მე ძალიან იშვიათად მომდის როლებიო. ყველამ კარგად ვიცით, შენ ამდენჯერ იყავი სერიულის როლში. ეხლა გასაგები რო იაკუძა, მაგრამ თქვა ეგრე გადაჭრით ვერ ვიტყოდი შენს ადგილას, თითქოს რაღაცა თქვა ავთენტურობა არ იყო რა. და ცოტა დაძაბული მეჩვენე ბოლოს. ერთიანმა ძალიან ნეიტრალად გახსნა. ყველაზე ალბათ სწორი შეფასება ანანოს ქონდა, მაგრამ ბოლოს აი ანანოს რო შენ 4-0-ზე გეთამაშა, ჩემს უფრო კარგი იქნებოდა რა. ერთიანი ძალიან ნეიტრალური იყო. შენ მომეწონა, მაგრამ 5-იანი რატო აიყვანე ვერ ხვდები. 5-იანმა ცოტა ღლაბუცი ქონდა რა. 8-იანი? არავისთან არ ვითამაშებ, 7-0 იქნება ჩემი. გამარჯობათ მეგობრებო. ერთიან შევაფასებ ძალიან ნეიტრალურად. 2-იანზე სოსომ თქვა ესეც იყვები, რომ მოქალაქის როლი მომივიდაო და არ ამგონია სოსო ისეთი კაცი იყოს მის პირველ სიტყვაში ამ ხალხად ყოველს რო იტყოდა და ის. ამიტომ მოდი სოს დაუჯერებ. მახარაც ძალიან თავისუფლად თამაშობს. არ ვიცი რას ნიშნავს ეს, შეიძლება უბრალოდ მოქალაქე აქ და ერთობან ფარავს თავის შავკარტს, ამიტომ ვერ ჩამოყალიბდები, ეხლა რომელია არ ვითამაშებ მასთან ერთად. ანანო ცოტათი მომეწონა, მაგრამ ისეც არა რომ გუნდში ავიყვანო. 5-იანიც დაახლოებით ეგრე, ოზი მომეწონა თვითონ რაც ილაპარაკა, მაგრამ გუნდი მეც არ მომეწონა. შენ მომეწონე. 2 კაცი თუ უნდა ავიყვანო გუნდში, ალბათ სოსოს მოდი ამ წრეზე გენდობი და ამიტომ აგიყვან გუნდში მაგ სიტყვებზე მე ვნახოთ რა ხდება. 2, 7 და 8 იქნება ჩემი გუნდი. დასვლა 9-იანი? მოგესალმებით, პატრიოტიანი მოხალხე ვარ. აქედან ვეცდები რომ გამოვყე რა. ანუ პირველ რიგში 8 ნომერი არ მომეწონა ძალიან, რომელიც ნახე 7 ნომერმა სოსოზე ყველაზე ცუდი თქვა იქეთ რომ სოსომ სერიულის როლში იქეთ ყველაზე მეტი ის მოხდა ნახიო რა. და თქვენ 2-7 რო თამაშობთ, ეგ არ მომწონს. 7 ნომერს არ მომწონს, რომელიც 7 იქ ხარ, დავიჯერო 6 კაცში, შენ 6-ვე შავი გონია, ეგ არ ამგონია რა.
4 ნომერის მე ვითამაშებში ადგილზე, აი 4-7 ან რაღაც მსგავს თუ ეგ დაკვირვებები გაქვს რა. მაგრამ ნახე მე მახარასთან ეგ გამოცდილება მაქვს, რომ ფინალში მახარა ჩემ გუნდში იყო და იყო იაკუძა და როცა ვიცოდი რომ შავი იყო, ბევრად სერიოზულად თამაშობდა რა. ამიტომ ცოტა ამ ლოგიკით შეიძლება ვიფიქრო, რომ სამი ნომერი შედარებით შეიძლება წითელი იყოს. მე 1-2-ში, არა 1-2-ს ვერ ვითამაშებ, 2 უფრო შავი მგონია. აი 1 ნომერი ნეიტრალური იყოს, 0-ზე ვითამაშებ, 1-4-6-9 იქნება ჩემი გუნდი, 5 ნომერს ამოგიგდებ გუნდიდან, იმიტომ რომ ცოტა ანუ არ პოზიცია ვერ დამიფიქსირა რა, იმდენად რამდენადაც უფრო სხვა რაღაცებზე ისაუბრა რა. აი 8-9-2-ში მგონია რომ შავები უნდა ისხდეთ მეგობრებო. პას. მადი. 10 არა, გამორიცხული. მე არ მომეწონა ცხრიანის საუბარი, იმიტომ რომ ლაშას საუბარი უფრო მომეწონა, როგორც დაალაგა, მაგრამ მეც არ მომეწონა, რომ არა იყვანე არავინ ხო, შენი თავი მარტო. ჰიტა მე კარგად ილაპარაკა რაღაცები, მაგრამ ვიღაცა აიყვანა ისეთი, რომელიც მე არ მომეწონა. არა, ორიანი მომეწონა. ანუ ორიანმა რაღაც მეგონა, რომ გულწრფელად ისაუბრა მაგაზე, აი ჰიტამ რაც თქვა, რომ გულწრფელად ისაუბრა თავის კარგზე, მეც მომეჩვენა. სამიანი ჩემთვისაც ჩავია ჯერჯერობით, იმიტომ რომ ერთიან შეუტია წმინდა სისხლის შავი ხარო და მე ვერ დავინახე ეგ სიშავე ერთიანში, ანუ ნეიტრალურად. მეც მაგალითად მახარია, რა ვქნა. ერთიანი ნეიტრალურად ყავს მეც, ორიანი უფრო წითელი მყავს, ხუთიანი მეც არ მომეწონა საუბარი, იმიტომ რომ ვერაფერი ვერ გავიგე შენგან, მაგრამ შენ ხუთიანი კი იმას ქენი, მაგრამ ანუ სამიანს გადავუძვი შენ თავზე ხერ და მე სამიანი ძალიან არ მომეწონა. ახლა გავიხსენე შარშანწინ როგორ ვითამაშეთ და გავიგე, მაგრამ ეხა არ მომწონს მე. ამიტომ ვითამაშებ 2-7-10, მაინც 8-ს არა ვიყვან ეხა, იმიტომ რომ რაღაცა არ მომეწონა შენი, მაგრამ აი ზუსტად არ მახსოვს. დაგიბრუნდებით, მაგრამ დასო 11 მოკლედ უცებ დავიწყებ ესე რა 7-იანზე ვინც ამბობთ რომ არ მომეწონაო მე ეჭვებით იმიტომ რომ 7-იანს რო გუნდი არ აიყვანეო რა ეს შეცდომას დაუშვებდა ჩემი განმოსახედიდან არ დაუშვებდა რომ 7 გუნდი არ აიყვანა მაგიტო შეიძლება მაფიოზი იყოს ანუ ძალიან უაზრო ისა რა ქვია რომ დატომაც შეიძლება არ მოგეწონათ ორიანი ერთიანი ნეიტრალად ორიანი არ მომეწონა იმიტომ რომ დაძაბული იყო სამიანი გავს იმ თამაშს რომ აი არ იცის ხომ რა ილაპარაკოს და რაღაცებს საუბრობს 4-იანი არ ვიცი თამაშობს და თამაშობს ქოროზე ეჭვი მქონდა მაგრამ აი არ ვიცი რა ქორო დავაკვირდები უფრო აი ოზი არ მომეწონა იმ დროს როცა რაღაც პონჩი შენ რო ჩაეკითხე არ მომეწონა შენი რეაქცია ჰიტ არ მომეწონა გუნდის გამო შენ კი გითხარი რომ ლაშას რო უთხარი რომ გუნდი რო არ აიყვანეო არც ერთი მაგიტო შენც მაგიტო არ მომეწონე მოკლედ უფრო მეტი არ მომწონხართ ვიდრე მომწონხართ რა მე პას 12 11 ნომრის პას არ მომეწონა რაღაც 10 წამი და დაგეხარჯა მგონი ბოლომდე. ლუკა მომეწონა სხვადასხვა ძალიან კარგად ილაპარაკა. რაც შეეხება ლაშას ის ნახე შენ ისეთი მაგარი მოთამაშე ხარ რომ პატიოსნის პოპლად შეგიძლია რა არ მარტო შავის პატიოსთან რო დაუძახოთ კი ბატონო პირველ ერთისთვის ოკეია. პირველი ნომერი არ ნერვიულობდა მართლა, მაგრამ ორი ნომერი ძალიან ნერვიულობდა. ჩემი აზრით შემოწმება პირველ 2-სა და 3 შორის პირველ ღამეს ყველაზე კარგი ვარიანტია. 4 ნომერი კარგი იყო, დალაგებული. ახლა 4-მა და 7-მა კარგად ილაპარაკეს, თუმცა ეს გამოცდილების ბექგრაუნდის გამოა თუ უბრალოდ კარგი როლები აქვს, ეგ არ ვიცი. 5 ნეიტრალურად და 6 რა არ მომეწონა 6-ის. ლაშამ რაღაც შენიშნა მის, აი წუთი დამთავრებული იყო, თითქოს ნერვიულად მიაცახე რაღაც რა. აი კი, აი რაღაც კითხვა დაგისვათ, უცებ ფოლი რო არ აგიღო რა, რაღაცა თითქოს თავის გარე, მაგრამ ინერვიულე მაგომეთ. შიტა ძალიან გულუბრყვილოდ დაალაგე ყველაფერი, აი ძალიან და შენ ცდილობ რომ აი ის გამოაზრუნო თუ ერთად ხარ. აი, იმიტომ რომ მკითხე, ცალკე მკითხე რომ სამიანზე რას ფიქრობო. და სამიანი ძალიან საინტერესო ნულოვანი. ვიღაცა ფოლია იყო, არა? არა, კულებს ჩამეს. რაღაცა ეკო იყო. დავიძინეთ. შეგახსენებთ რომ ეს არის სტრატეგიების დაგეგმვის ღამე. არავინ არ კვდება. ხელები ავიღოთ მაგინიდან. იღვიძებს მაფია. მაფიას აქვს 10 წამი. ისინი დასახავენ სტრატეგიებს. ვემშვიდობები მაფიას. იღვიძებს მხოლოდ დონი და ეძებს დეტექტივს.
მიიღო პასუხი, იღვიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას. მიიღო პასუხი, იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა, ისინი დასახავენ სტრატეგიებს. ვებშიდობები და იღვიძებს დეტექტივი. მიიღო პასუხი. შეგახსენებთ, რომ ექიმი არ იღვიძებს პირველ ღამეს და თენდება. წრეს გახსნის ნომერი 2. რუიანია გადამოწვეული შავ შერიფი ვარ. თქვენ დრო შერიფ მე ვარ გადამოწვეული წიწლით. რიას პირველი. ერთიანი წიწლით. თქვენ დრო მიდის? კაი, ერთი წამი. ანუ შენ და შენ იხსნებით დეტექტივად? ეს იხსნება მე ვარ რუიანია გადამოწვეული შავ და ის იაკუზა იხსნება. კაი, მოდი შეფასებას დავიწყებ. სამიანი არ მომეწონა, იმიტომ რომ როცა დაკვირვებული ვარ მახარას, როცა არა კაი როლი ძირითადად გადაობს რა და როცა პატრიოტული მოქალაქეა და დადებითი როლია, შედარებით სერიოზულად გიგება ხოლმე თამაშს. ამიტომ გუნჩი ვერ ავყვან 4 ნომერზე, აი ნეიტრალურად ვარ ანანოზე. 5-6 არ მომეწონა, 6 განსაკუთრებით არ მომეწონა. 7 სავიყვან გუნჩი და 8 მაგრად მომეწონა, 10-იც ძალიან მომეწონა, მაგრამ ეხ სამიანი? ვიცი, ბეზერი ვიყავი რომ გადამოწმოს მეთქი დეტექტივის გამერინო თვითონ დახარჯვა იქნებოდა ეს რა. ეხლა მე დავასერიოზო, იმიტომ რომ აი რაღაცა სიგიჟე უნდა გავაკეთო, მაგრამ ბიჭო მე რას ვიგებ იცი, ვინც მებრძოდით ეხლა ტვინი ეგრე მუშაობს, რომ ისინი უნდა აღვიქვათ ჩემ კონკურენტებად. ანუ დაგარწმუნოთ. მე დარწმუნება ძალიან კიდია, ეხლა თქვენი დარწმუნება დავიწყო რა. უფრო კონკურენტებად არ ხომ და ბოლომდე შეგიტევთ. იმათ ვინც მე მეტყვი, ანუ მე ვარ სრულად პატიოსანი მოქალაქე რა. ის აკეთებს ხოლმე ლაშამ იმდენად სერიოზულად დაიწყო, რომ ლაშას ეგეთ სერიოზულობა ჩემთვის რამდენჯერაც თამაშზე ვიყავი, არის ხოლმე რომ რაღაცა შავი როლი აქვს რა, აი რაღაცაში იმალება, აი თავიდან მეგონა რომ ეს დეტექტივი ხო არ არის ხო რა, რაღაცა ეგრე მეგონა, მაგრამ იმდენად რაღაცები დაიწყო, რა ჯეირას მე თამაშები ბიჭო, ლაპარაკობს. ხო და ჰიტა ნერვიულობს ძალიან, ჰიტა მგონია ცუდი კარტი რა, აი რაღაცებს ბევრჯერ მაპატია ჰიტა რა გავაკეთო. ლაშასი საბოლოო ჯამში ისეთ სახეაქ რომ ჯერავს მაინც. ამ ჯერას ლაშას ჯერა. 8 ნომერი დეტექტივებს და გადამოწვევებზე რატო არ საუბრობთ არც? დავიწყოთ. ვაყენებ 3 ნომრის კანდიდატურას, ბრძანდებოდეთ თუ შეიძლება. ბასტო, აი ეხლა მოდი განმეხილოთ რა. ჰიტა, ჩემი აზრით ცოტა დაგგვიანდა რეაქციის მიცემა, მაგრამ ნელი კაცი ხარ და კაი, მაგაზე თვალს დავხუჭავ, მაგრამ 1 ნომრის გადამოწმება, რომელსაც აი საერთოდ არაფერი არ ულაპარაკია, ეგეც ცოტა, მიჭირს, გასაგებია. 7-იანმა როგორც დაიწყო 0 წრეზე, ანალოგიური ფიქრები მქონდა, ან შავია, ან დეტექტივი. აი მეტი იქით არაფერი ჩემი ფიქრი არ მიდიოდა. რაც შეეხება ცხრიანი მანიშნებდა რომ რუიანი შავი მგონია და ასე შემდეგ და ეხლა რო თქვა რომ რუიანი გადამოწმებული შავი მყავს, უფრო ლოგიკური არის ჩემთვის. ლუკა, შენ ძალიან კარგად ილაპარაკე ემოციურად, უბრალოდ შენ რაც არ მოგეწონა ლაშაში, ზუსტად ანალოგიური გუნდი აიყვანე. 2 და უფრო სწორედ რვიანში 2-7 თამაშა ჰიტამაც, 2-7 თამაშა შენს და ბასტო ძალიან დამაკლა. ყველაზე მეტად მომეწონა 12 ნომერი, ოზი მომეწონა და ქოროსაც ვერაფერს ვერ 5 ნომერი? ბარემ სანამ იმას ჩამოვთვლი, 12 მეც მომეწონა და 10 არ მომეწონა. და მაგას ეგ მე განვიხილოთ. ყველაზე კარგი გადამოწმება მქონდა, ჩემი აზრით, 9-იანს ახლა 8-იანზე. და ყველაზე სწორი გადამოწმება იყო ალბათ ეგ. ნუ მე შენი გადამოწმება შეიძლება 7-იანის 9-იანზე. 8-იანის 1-იანის გადამოწმება არაფერ შეაждდება, აბსოლუტურად ვეთანხმები ამას. ამიტომ ყველაზე საეჭვო ახლა ჩემთვის 8-იანია, იმიტომ რომ 1-იანს რატო გადაამოწმებდა, ჰიტა ვერ ხვდები. ანუ ერთ-ერთ იმაში ლოგიკაში ვერ ვალაგებ რა.
ამიტომ ეხლა ამორს დავტოვებდი უეჭველი, 7-იანს და 9-იანს უეჭველი დავტოვებდი და 8-იანს გავუშვებდი მე. პას. ექვსი? მე ეხლა მაგიდაზე, ანუ თქო უეჭველი უნდა დავასახელოთ ყველა დეტექტივი ვინც არის, ვინც უნდა ისაუბროს, მაგრამ ასევე არ უნდა გამოგჩეს, რომ ერთი ნომერი უნდა დავასახელოთ, იმიტომ რომ შეიძლება იყოს იმ დეტექტივის, ანუ თავის გუნდელი, რომელსაც აწითლებს. ანუ ეგ არ გამოგეპაროს, იმიტომ რომ ესე რომ ვთქვათ, 9-ის გადამოწმება 7-8-ში ქონდა მას გადამოწმება. შენ ქონდა 9-იანში, იმიტომ რომ ყველაზე ნაკლებად მოგწონდა 9-იანი შენი რეაქციიდან. 8-იანს არ ქონდა არავითარი 7-0 ხო, რა თქმა უნდა, დეტექტივის ხოდი იყო. ვასახელებ 9 ნომრის კანდიდატურას თუ შეიძლება მიიღეთ. ანუ ესენი ხომ არა, სხვა დაასახელებენ ერთმანეთს კაცო, ესენი, просто ერთი ნომრის დასახელება არ დაგავიწყდეთ თქვენს დანარჩენებს. სხვებს გთხოვთ უბრალოდ რა. ამ წრეზე მგონია რომ 8-იანი უნდა გავიდეს და არავით არის სხვა, უბრალოდ ერთადერთი ალოგიკური რაც იყო, ანუ იყო ზუსტად ერთიანის გადამოწმება. რამდენი ადამიანი იყო? ჩემზე მქონდა ეჭვი, რატო არ გადამომოწმე? მქონდა, სხვებთან მქონდა გაიგე ეს ესე რომ ვთქვა. ვინც მოიწონე, ხო, 2 ადამიანი მოიწონე, რომელთაც უმეტესობა უტევს. და ერთ-ერთი შავადაა გადამოწმებული აქედან. 7 ნომერს უსმენთ? ვასახელებ 9-ს, ვასახელებ 8-ს, ვასახელებ 1-ს იყოს დასახელებული. 9 ნომერი, კოპა, შენ რავი, All-Star-ის გამარჯვებული ხარ, გამოდიხარ და 3 ნომერზე, რომელმაც ნულოვან წრეზე იძახის, რომ 1 უეჭველი მაფიოზია, 2 უეჭველი მაფიოზია, 4-იანზე თქვა უეჭველი მაფიოზი და 5-იანს ჩაეხუტა. ანუ გასაგებია რომ מחარა, მაგრამ კაკრას იმ სიტყვების გამო როცა ამბობ, რომ מחარა როცა ცანცარებს უფრო წითელი კარტი, ეს არ არის. מחარ, ეხა შენი საუბარი შედარებით ნორმალური იყო. შედარებით ვამბობ, მაგრამ מחარა თუ მაფიოზია, ისედაც ეტყვა რომ მაფიოზია. 11 ნომრისგან დამაკდა მეც რაღაცეები, სხვათა შორის, აი ბოლოს ძალიან აურია რა. 12 ნომერს რაც გააკეთა ზუსტად 12 უფრო მეტად წითელი მგონია, იმიტომ რომ ის რაც დაამუღამა 9 ნომერში, ნახე როცა შენ ეკითხები, 3 ვინ გონიაო, შენ პატიოსანზე ამას არ ეკითხები. ვიზეც ეჭვი გაქვს? მე თუ მაქვს 4-იანზე ეჭვი, მე უფრო ვეკითხე, 4-იანი ვინ გონია, რომ მისი აზრი მაინტერესებს. შენ პატიოსანი თუ 3-იანი გონია, ჯერ როგორ გონია, რატო ჟესტიკულაციებს პატიოსან ადამიანზე? პირიქით. მაგიტო გადაგამოწმე შენ ხარ შავი კარტი, დეტექტივი ვარ, ძალიან კარგი 8 ნომერში შემოგევლე რომ მეორე კაცი გამეხსენი და შენც აგერ მეორე შავი ხარ, 9 გავიდეს ახლა, თუ გიათ 8 გავიდეს. მე პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ყველაზე ნამდვილი დეტექტივი აქ ვინც არის? ფოლი 7-იანს? რატო მაქვს? ფოლი 9 ჯერ თქვი რომ დასრულდა თქვენი. 8-იანს უსმენთ? კარგი, ესენი ორი სხვადასხვა გუნდია, გასაგებია. ნახეთ, ანუ მე რატო გადავამოწმე ერთიანი. ერთიანს არაფერი არ ულაპარაკია, რადგან პირველი იყო, ჩემთვის არ იყო გამოკვეთილი გუნდები თავიდან და ვიფიქრე, რომ თუ ერთიანს გადავამოწმებდი ამითი, მეცოდინებოდა მომდევნო რაუნდში როგორ უნდა მეთამაშა მასთან, იმიტომ რომ არაფერი არ უთქვამს. ალბათ შავებმა გადამამოწმეს მე. ერთიან წითელია, ანუ და თან წითელი მაცადე ერთი დამებნა აზე. ანუ წითელი გახსნით არ გავიხსნებოდი მე რომ fake detective ვიყო. არასწორი სხვა არის ეგ ზოგადად. თან კოპალა ზოგადად ცხოვრებაში ერთსული ახალს გაიხსნება. ისედაც ეგ ძალიან ლოგიკურია, ლაშაზიანაც ეგ ძალიან ლოგიკურია. მე მაგას არ ვიზამდი რა. თან არის ასეთი ნიუანსი რომ ალბათ გადამამოწმეს და 3-იანი და 5-იანი ძალიან მაშავებთ. თქვენ 3 დეტექტივში რატო ჩამოყალიბდით თუ ზუსტად არ იცით რა თქვენი მოდელი თუ არ არის. ამიტომ 3-5 და დას დავასახელე ვინმე თუ არა. 7-ს ვასახელებ 8-ს რა. ეხლა მომისმინეთ რა. 7 ნომერი ქალაქში გეხსნებათ დეტექტივა, ერთ წამაცად რა. 7 ნომერი ქალაქში გეხსნებათ დეტექტივად, რომელიც ნულოვან წრეზე თამაშობს 7-0-ს. ანუ პოტენციურად რა არის ბიჭო დეტექტიური პოზიცია, რას მომბრო 7 ნომერი დეტექტივის კარტი აქვს 7 ნომერს ამოღებული და 6 კაცი წითელი ვერ გიპოვათ ვერავინ. მე გავბედე და ვიღაცები ვინც წითელი მეგონა ვითამაშე. 7-0 თუ თამაშობ, ამოწევ 1-დან 6-მდე ვიღაცას. იმიტომ რომ იქეთ არავინ არ მოგწონს. ეს ადგა და გადაამოწმოთ 9 ნომერი რა. ანუ 7 ნომერისთვის 9-იანი ხო შავია, 8-იანი ხო შავია და 1-დან 6-მდე არც ერთი არ მოწონხართ. ანუ რამდენი შავი ყავს 7 ნომერს მაგიდაზე, ხო? მე ანუ 7 ნომერი ან დონია, ან იაკუზა, სხვა ვარიანტი არ არის რა. 8 ნომერი არ ამგონია რომ იაკუზადან იყოს გახსნილი. ანუ 8 ნომერის 1 ნომერზე გადამოწმებაზე მე ხმას არ ამოვიღებ. ერთ შენ ასახელებს 9, შენ არ გაქვს უფლება 9 დაასახელო რა. დაასახელოს fake-მა დეტექტივმა, ვინც 9 გადაამოწმო. ერთი რატო უნდა გავიდეს? ეხლა გავა 7-8-ში ნებისმიერი არ აქვს. უბრალოდ მე მგონია რომ 8 იაკუზა არ უნდა იყოს. 7 ნომერი მგონია თამაში მე იაკუზა, რომელიც აკეთებს 7-0-ს დეტექტივი არ თამაშობს არასდროს 7-0 არ ითამაშება დეტექტივის მხრიდან რა. მარჯვენა ხელი ვარ მე. დასრულდა. და რუშავი ჩემოვდივარ? დასრულდა. 10-იანს უსმენთ? ხო. მიიღეთ 5 ნომრის კანდიდატურა. 2-3-5-მა არავინ არ დაასახელა და 5-მა თქვა რომ 10-იანზეო რაღაცა სალაპარაკო მაქვს და ილაპარაკე შენ 30 წამში ჩემზე რა გინდა აბა. კი ანანო გეთანხმები რომ 8-იანის გუნდი იგივე იყო 7-2 შეიძლება, მაგრამ მე არ მომეწონა მაინც რა ვიხიტას საუბარი და ეხაც არ მახსოვს რაღაცა მომხდა ცუდად, მაგრამ ვერ ვიხსენებ რა. მე ჩემთვის ამ დროისთვის
8 და 9 უფრო შავები არიან ვიდრე 7 და 7-ის დეტექტივებით უფრო ვითამაშებ, მაგრამ ჩამოყალიბებული რა თქმა უნდა არ ვარ, იმიტომ რომ გარტმაში არ ხდება. 8-იანი ამბობს ერთიანზე, რომ ზე ნეიტრალურიაო და ზე ნეიტრალური დაუძახა თითქმის ყველამ, რავი, ამ მაგიდას და იმის სფერის გაგება არ გაძლევს ხვის სფეროს არავის, ჩემი აზრით. ამიტომ ეგ არ მომეწონა და თუ გაშვებაა თქვენ სამიდან 8-იანს გავუშვებდი ჯერ. დანარჩენი ხო 11-ის საუბარი არ მომეწონა, რაღაც დაბნეული მომეჩვენე, არ ვიცი, ხო, ეხლა გავიგებ კიდევ კარგად. მახარ ჯერ მაინც ჩავიხარ. ჩემთვის, მაგრამ ნახოთ, პას. კარჩე, ეხლა ჩემ ლოგიკას გეტყვით რა. 6 ნომერს ვასახელებ 6 ნომერს რა. 6-იმდან არ მომეწონა ემოციურად, აი შეფასებით რაც თქვი რა. მაგის გამო შეხედე ჯერ გაიხსენი შენ ლაშა, 7 ნომერი გაიხსნა, მერე გაიხსენი შენ 8-ის შავით, ხო? და მერე გაიხსენი შენ ჰიტა ისა პირველის წითლით. შენ დაასახელე 9-იანი, ანუ 9-იანი გონია მაფიოზი, ზუსტად მაგიტომ აი ამ ლოგიკით ყველაზე უფრო ვითამაშებ 9-яნის დეტექტივით, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რა, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ვინც არ მომწონს, ადგა და ეგრევე გადაწყვიტა, რომ შენ უეჭველი შავი ხარ რა. და ჰიტასით იმიტომ არ ვითამაშებ, რომ მესამე კაც მესამედ გაიხსენი, ანუ 2 გაიხსნა და მე შენ რო გაგაშავა ვიღაცამ შავად რო გადაგამოწმა, მე გაიხსენი წითლის დეტექტივით. ეს არის ჩემი ლოგიკა. ხელი გადავწყვიტოთ უბრალოდ და კალამ მინდა რომ გადაწყვიტოს, რომ პროსტა ვის ანუ დეტექტივებიდან უშვებთ თუ იმიდან, რა ქვია, თქვა დასახელებულებიდან, მაგრამ დეტექტივებიდან თუ უშვებთ 9-ზე არ უწევ ხელს ერთი ეგ ვიცი, უფრო უწევ 8-ზე რა. არ უწევ. 12-ს უსმენთ? მე 8 ნომრის დეტექტივების არ მჯერა, არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ 1 ნომრის გადამოწმება დასახელებული თუ არა 1 ნომერი. დასახელებული არის კითხულობ. ანუ მე ბოლოს იკითხე შენ რომ მოიცა დასახელება, ანუ თავიდანვე თქვი წეს. ხო, თავიდანვე არ გითხოვს, გელოდებოდი, როდის იტყოდა, არ გითხოვს, ანუ რა არის, ანუ შენ თუ შავი ისა წითელი გადამოწმება თუ ყავს და რაღაც, ანუ უფრო მეტი უნდა ალაპარაკო თუნდაც რა. ანუ რა რომ ეწონა. კოპალა უფრო მეტად აწובה ლაშას ახლა 7-იანს, ვიდრე 8-იანს, რომელიც გადამოწმებული შავი. არა, 7-იანს და ილაპარაკე, რატო არის ის ცუდი კაცი? და 8-იან რომელიც გადამოწმებული ყავს, ამის გუნდს უნდა ეძებდე შენ. თან გონია რომ იაკუძა რატო? მარჯვენა ხელი ხარ და იაკუძა იპოვე და იაკუძა ეს არ იქნება და შენზე რომ მარჯვენა ხელი ხარ არ ვიფიქროთ? რაღაცა ეგ ლოგიკურია. 10-იანი არ მომეწონა, რაღაცებს რომ არ მომეწონა, მე იმაზე უნდა ილაპარაკოთ კიდე რა. ის არ მომეწონაზე ნუ ვაკეთებთ აქცენტს. 7 ნომრის დეტექტივი იყო გაცილებით კარგი გახსნა, გაცილებით მყარი ხელი, ვიდრე 9-იანის. სანამ პირველი ნომერი დახურავს სტრესს, დასახელებულები არიან 3, 9, 8, 7, 5, 6. პირველი ნომრის 1 წუთი. მოკლედ, 8 ნომერი არის ჩემს ახლა, აი, დაუფიქრებოდ გასაშვები, იმიტომ რომ შენი პირველი სვიჩის დროსაც აი იმდენად ვერავის ვერ ეხებოდი, რომ გეტყავდა რაღაც როლში იყავ, მაშინ როცა დეტექტივად გაიხსენი, არ ვიცი რამდენად შემიშლეთ, მაგრამ რო კითხეს, რომ ვინ გადამოწვა, რაღაც რამდენიმე წამიანი დათვალიერება გქონდა, რომ აი ვიზე გეთქვა და რატომღაც ბოლოს მე შეგჭირდა ძალიან ცუდი ვარიანტი იყო, იმიტომ რომ საერთოდ არ ვშვეში არ ვიყავი და პლუს იმით ამართლებ, რომ მართლა ყველა ნეიტრალური თქვა, ჩემს და ჩემი ფერით ვერაფერს ვერ გაიგებდეს, რომ დეტექტივი ყოფილიყავი, რა შეეხება მე-7-ს და მე-9-ს, ახლა მირჩენია, რომ ნუ ჩემზე არ არის გადაცაწყვეტი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემი განმსახედიდან მე უნდა გავუშვათ და მე-7 და მე-9-ში ჩამოვყალიბდეთ. მეორე და მე-3-ზე რო არ ვთქვა, არაფერი არ შემიძლია, იმიტომ რომ მაშინ როცა 3 დეტექტივი იხსნება და ერთ კომენტარს წარაკეთებთ, ძალიან არ მომწონს მეორეს და მე-3-ს თამაში და მე-10 ნომრის თამაში მომწონს ძალიან, მე-10-ს და მე-12-ს და მითამაშებდი ამ ეტაპზე. მე-12-ს ვასახელებ. კიდე დამრჩა? კიდე, ვაიმე, ოზი არ მომწონს საოცრად, ანუ ჩემ გაშვებაზე რა საუბრობდი, ვერ მივხვდი, ანუ მე რატო უნდა გავეშით, როცა უბრალოდ გადამოწმებული ვიყავი. ოკეი, შენ სპიჩში მითხარ. დასახელებულები არიან 3, 9, 8, 7, 5, 6, 12. ამ თანმიმდევრებით. 3 ნომრის 30 წამი. რა შეგვიძლია ბიჭო, ჰიტას რეაქცია იყო დასახელების დროს, აი აგონიაში ხელი შეწმენდა რა, აი თქვენ ხარ მე ზუსტად ხიტას როგორ და თითქოს სუსტი გოლი იპოვა და ეს იყო ეს იყო ერთ-ერთი, ამიტომ გონია მე 8 ნომერი ფეიქ დეტექტივი დარწმუნებით. ლაშაზე ისევ იგივე აზრზე ვარ, რომ იმდენად რაღაცებში დამცინავი სახე ქონდა და იმდენად რაღაცებში სერიოზულად ლაპარაკობდა, რომ რატომღაც ამ 3-დან 7-ისა მჯერა. კოპალა უბრალოდ დიდი ხნის თამაშისას იმდენად არის გალექსილი, რომ რა ხარუხს ტეხავს, რომ ვიღაცებს თავი დააჯერდა. შენ ამ შემთხვევაში 9-იანს უსმენთ?
ნახე, შავი არ მგონი ხარ რა, მართლა წითელი მგონი ხარ და ხა აგერს ნახტები. მე თუ მარჯვენა ხელი ვარ და 7 ვუტევ, მაშინ მე არ შემოვალ 8 შავით რა, მე 7 შავით შემოვალ. მე უბრალოდ გადავამოწე 8-იანი და იყოს შავი რა. უბრალოდ ნახე, 7 ნომერს ისეთი პოზიცია ქონდა 7-0, 7 ნომერს მე ვერ გადავამოწე ვერასდროს რა, უეჭველი გაიხსნება. შავი, ვიცი, აი 7-მა ნომერმა 7-0 რო ითამაშა, შავი იყო, ანუ მან არ მივიდი ჩემი გადამოწება და 8 მითამაშა 2-7. ჩემთვის 2 ყველაზე ცუდი კარტი. ამიტომ მივედი მე 8-დან და 8 ნომერს აი მისი პროცესი შერიფის გუნდში ყავს აყვანილი რა. 2 ნომერი ვინმეს წითელი არის? ან ჩემთვის 7 ხო შავია, 8 ხო შავი, всё. არა. 8-იანს უსმენთ? აუ ნახეთ მე ერთიანი, იმიტომ გადავამოწმე, გითხარით რის გამოც და ეს დავნეულობა იმის მომენტი იყო, რომ გახსნა საერთოდ არ ვაპირებდი, მინდოდა ერთი რაუნდის მერე გავხსნილიყავი, როცა შავი მაინც მეყოლებოდა ნაპოვნი და ესე გამოვიდა. ეხლა ყველა მემაშავებთ, როგორც ჩანს, ცუდი დეტექტივი აღმოჩნდი, მაგრამ ამ 2 შავის გარდა ვთქვილობ ვიღაცები კიდევ იყოს 3 ძალიან არ მომწონს, 5 ძალიან არ მომწონს და 11 არ მომწონს. მგონია რომ ბასტო კარგი როლი იყოს, ჩემს სიმართლეს დაინახავდა. 10 და 12 მომწონს ერთადერთი ესენი. აი ხა უნდა გავარდეს არ ვიცი, 5 ყველაზე მეტად არ მომწონს ამ 2-ის გარდა. დასრულდა. 7-იანს უსმენთ? კოპა, რა ყველაზე მეტი ხელი შენ გაქვს ნათამაშები და მაგხელა ყოველი შენ არ გეკადრება რომ 7-0 ზუსტად რომ დეტექტივის ხოდი და სვა არის და არა მაფიოზის რა. 11 არ მომწონხარ ბასტო, შენ რატო ამბობ რომ ნახე 12 მეწითლება. მაგრამ რატომ უნდა გადაწყვიტოს კალამ? კალა ვინა ექიმია, ვინმე ისეთი არის რომ უნდა გადაწყვიტოს თუ აი რა შენ ხარ უყურე შენ თუ წითელი კარტი ხარ ბასტო. შენ როცა წითელი კარტი ხარ, შენ ზუსტად ის ადამიანი ხარ რომელსაც შეუძლია რომ გადაწყვეტილება მიიღოს და ეგ არ მომეწონა შენში. რატომ მიტევ თუ წითელი ხარ? რატომ მიტევ? მე ვამბობ ლოგიკურს რა. გავიდეს ახლა 8 ნომერი და 11 არ მომწონხარ. 5-იანს უსმენთ? 5-იანი? მე იმიტომ დავსახელდი რომ 10 რატო თქვიო, ხო? 3 დეტექტივი იყო გახსნილი და მაგაზე მქონდა სალაპარაკო და ჩემი აზრი უბრალოდ დავაფიქსირე და მე ვილაპარაკე თუ 10 იმიტომ არ მომეწონა რომ დაალაგებულად ილაპარაკა ძალიან და მე ძალიან არ მომეწონა რაღაცა 8 ნომერშიო და აი არ მახსოვსო და ეხლა კიდე იგივე თქვა რომ აი ძალიან რაღაც არ მომეწონაო და კიდე არ მახსოვსო და ეგ არ მომწონს. ანუ ძალიან რაღაცა რო არ მომეწონება ვიღაცაში მარტო ეგ მახსოვს. ის კი არა რაღაცები რაზეც უნდა ვილაპარაკო. 6-იანი? ანუ რა ნინიკო შენ გიპასუხებ რატო იყო შენზე რომ მქონდა რა ანუ 9 და 7 ორივე დეტექტივობა ანუ ორივეს დეტექტივობა განხილვადი არის რა 8-იანის დეტექტივობა არ განიხილება ჩემთვის ამ მომენტისთვის ანუ 8-იანმა რა უბრალოდ ერთიანზე თქვა რომ წითელი არის შეიძლება იყოს გუნდი რომელიც თავის შავის გაპარებას აპირებს მეთქი მაგიტო იყო შენზე რო ვთქვი რომ დაასახელეთ მეთქი აქედან ეხლა რა თქმა უნდა მე 8-იანზე ავწევ ხელს მაგრამ ანუ შენ საერთოდ ბიჭო რეებს მოდავ ანუ ყველაზე მეტად შენ მეშავებია მაგიდაზე ისე რომ იცოდე დეტექტივები ანუ ორ დეტექტივში რომ ერთი შავი არის თამაშგარე ვიტყვი რეებს ბოდავ აღარ თქვა 12 ნომრის 30 წამი ბიჭო ფრაქციები ანუ ნახე შენ ისე ალაგებ რომ იაკუძა არის აი ბიჭო რა დარწმუნებით ანუ აი იაკუძა არის 7-იანი 8-იანი ანუ ესენი გუნდში ეს ხო 3 ფრაქცია აი ხო თანხმობით აქ 3 ფრაქცია აი ეს ერთმანეთის გუნდელები ესენი არ არიან ანუ 3 დეტექტივია გახსნილი მე მგონია რომ იაკუძა ანუ ლოგიკურად ესე მიჯდება წინში ამ რაუნდის ეხლა რომ ჰიტა გავა და მე მგონია რომ ჰიტა უნდა გავიდეს მე თუ ორი მკვლელობა მოხდა მე ეს სხვადასხვა ვარიანტებს გავგვიჩენს რა შეიძლება ვივერაუდოთ ამ წუთისთვის მე მგონია რომ იაკუძა არის 8 ნომერი ეს არის მარჯვენა ხელი პოა და ჯერჯერობით მგონია რომ დეტექტივი არის ლაშა ამ წუთისთვის ამ წრეზე ყველას მოგისმინეთ ხმის მიცემა იწყება ამ თანმიმდევრობით არიან კანდიდატურები დასახელებულები. გთხოვთ, ნუ ელაპარაკებით ერთმანეთს, იმიტომ რომ 3 ფოლი აქვს 11-ს, დანარჩენებს 2-2 ან თითო-თითო. 3, 9, 8, 7, 5, 6, 12. წინასწარ გადაწყვიტეთ, ვის აძლევთ ხმას და ვის აგდებთ, თორე თუ ხმას არ მისცემთ, თქვენი ხმა ბოლო კანდიდატურაზე გადავა. 3, 9, ნუ ელაპარაკებით ერთმანეთს. 3, 9, 8, 7, 5, 6, 12. ვინ ფიქრობს რომ 3-იანმა უნდა დატოვოს თამაში, ახლა მიეცით ხმა? ვინ ფიქრობს რომ 9-იანმა? 2 ხმა? ვინ ფიქრობს რომ 8-იანმა? 8-იანის ბოლოს სიტყვა? მე მინდა ბოდიში მოვხადო მაყურებლებს, იმიტომ რომ ძალიან ცუდი დეტექტივი ვიყავი. და მოქალაქეების თუ წააგებენ ალბათ ჩემი წვლილი ყველაზე დიდი იქნება ამაში და ვეცდები რომ მომავალ თამაშებში უკეთესი პერფორმანსი დავდო და მაპატიეთ რომ ვერ ვიტყუები და ესეთ პროფესიონალ ადამიანს რომელსაც შეუძლია ესეთი ბედნიერი სიტყვით თავის სიტყვილი ჩამოაყალიბოს თუ დეტექტივი ხარ რატო უნდა მოიტყუო 4-იანს ფოლი ძალიან მაგარი კომენტარი იყო
ანუ ამ 9-დან და 7-დან ერთად არ მომწონს 5 და 11 და 3. მგონია რომ ეს და ამ ორის გარდა 3 ადამიანი კიდე თუ სწორად ამოვიცანი, მაგაში მაინც ვიპოვი რაღაცა პოზიტიურს ამ ცხოვრებაში. და გულები დამიწერეთ, იმიტომ რომ გული მტკივა. დავემშვიდობოთ 8 ნომერს და ხანმე. განაცუდად დაემთხვა მე რომ გადამამოწმეს თან. როცა რაუნდი დაიწყო, რამდენიმე წამში გავიხსენი, მაგრამ უკვე მესამე აღმოჩნდი მაინც ამ ყველაფრის მიუხედავად. ძალიან გული მტკივა, იმედია მომდევნო თამაშებში უკეთესად ვითამაშებ და ეს ბიჭები, ისე პროფესიონალურად იტყუებიან, რომ დეტექტივი მე ვიყავი, მაგრამ რო გაიხსენ, თითქოს დაუჯერე კიდევაც მაინც, ამიტომ ბრავო, კარგად ითამაშეს. ნახვამდის. მეგობრებო, როგორც იცით, მაფიას უკვე თავისი სახლი აქვს. ჩვენი ფილიალი მდებარეობს მირიან მეფის 31-ში. მხოლოდ ეს ფილიალი გვაქვს და მაფიას სხვა ფილიალი ამ ეტაპზე არ აქვს. აქ შეგიძლიათ მობრძანდეთ ნებისმიერ დროს, ითამაშოთ PlayStation-ები, დილით 12 საათიდან საღამოს 7 საათამდე გვაქვს 2 საათი ერთის ფასად, რაც ძალიან მაგარი არის, ბილიარდები ღირს 12 ლარი. ასევე შეგიძლიათ ითამაშოთ PlayStation-ები, რომლის 1 საათის ღირებულება არის 8 ლარი და შეგიძლიათ რომ 12-დან 7 საათის ჩათვლით ითამაშოთ 2 საათი ერთის ფასად, რაც ძალიან მაგარია და ვამატებთ კომპიუტერებს, სადაც ძალიან მაგარ ტურნირებს და ძალიან მაგარ ვიდეოებს გადავიღებთ ერთად. შეგიძლიათ მობრძანდეთ, ითამაშოთ Counter-ი და სხვადასხვა FPS თამაშები ჩვენთან ერთად და რა თქმა უნდა, მაფიის ტურნირებში მონაწილეობის მიღება არ დაგავიწყდეთ. შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ახლავე საიტზე Mafia-G და მობრძანდეთ, ითამაშოთ მარტო ან მეგობრებთან ერთად. შავი პარასკევისთვის გვექნება ძალიან მაგარი ფასტაკლებები, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ თქვენ დაჯავშნით თამაშს, თქვენი მეგობარი უფასოდ ჩაეწერება, რაც ძალიან მაგარი არის. ასევე ჩვენ გვაქვს გამიჯნული მაგიდები პრომო თამაშეებისთვის და დამწყებებისთვის. გვაქვს ხშირი სტუმრებისთვის ვაუჩერები, რაც ჯამში ძალიან დიდ ფასტაკლებას იძლევა. ასევე სივრცეში არის საკმაოდ კარგი ბარი და კოქტეილები და ერთად გავერთოთ. ვაკეთებთ ხოლმე ივენთებს, ვუყურებთ ფეხბურთებს, ვუყურებთ UFC-ს ჩხუბებს და თითქმის ყველა აქტივობას ერთად ვატარებთ. ასე რომ გელოდებით მირიან მეფის 31-ში. საუკეთესო ადგილი არის გასართობად. იღვიძებს მაფია! დაირჩევს მსხვერპლს! ტონი მიდასტურებს! მიიღეს გადაწყვეტილება! იღვიძებს ტონი და ეძებს დეტექტივს! მიიღო პასუხი! იღვიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას! იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა! შოგუნი მიდასტურებს! იღვიძებს დეტექტივი და ეძებს მაფიას! მიიღო პასუხი და იღვიძებს ექიმი! გათენდა! თამაშს ტოვებს ნომერი 4. აი, ვინ ორი შავი. ნახე. არ ვიცი ხა, თუ მეორე მკვლელობა არ არის, მაშინ ის იყო იაკუძა. ჩვენ ვინ გადაამოწმე? 11 რა ფერია?
მე 11 შავი მგონია და 2 შავი მგონია. სიმართლე რომ ორივე შავები მგონია. აუცილებლად დავიწყებდით 11-საც დავიყვანდი 2-ს. რაც შეეხება რუიანმა ისე დაიწყო რომ ლამის გული მომიკვდა და მეთქი უეჭველი დეტექტივი იყო და მე რო თქვა რომ ბოდიში ვერ მოვიტყვე და რაღაცები უკვე მივხვდი რომ რუიანი მგონია რომ შავია აუცილებლად რა. მე ახლა გავიყვანდი 11 ნომერს, იმიტომ რომ მე 11 შავი მგონია, მე ძალიან შავი მგონია 11 ნომერი, ბატონო აქ არ ახარ, არ ზიხარ საერთოდ მაგიდაზე. რაც შეეხება თუ მეორე მკვლელობა არ არის, მაშინ ცხრიანი არის აუცილებლად სამარჯვენა ხელი და მაგათაც მივაყოლებდი აუცილებლად. გააჩნია რა. არა, რას ქვია ექიმი და ისე, მაშინ გაიხსნა და დროა უკვე, ხო? ანუ რა იცი რო არ არის მეორე მკვლელობა თუ რატო იგიჟებ თავს? აი ხა ძალიან შავი მგონი ხარ რა. კაი, დავიწყებდით 11-ით, 2-საც მივაყოლებდი სიმართლე რო გითხრათ მეგობრებო. აბა მოკლედ სიმართლე რომ გითხრათ, ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი ვიჯექი მაგიდასთან და მე რომ მომეღებოდა ბოლო დარწმუნებული ვიყავი, 1-2-ს მაინც გავეშავებინე წამლად, მაგრამ ნუ რაც არის ეგ არის არ ვიცი რა მოხდება. მე რატომღაც გონია რომ პატიოსნები მოიგებენ რა. ესე მგონია. ხო და ნახოთ. თამაშს ტოვებს ნომერი 5. ექიმი ვიყავი. მაგრამ მე რა, აი, ჩემი თავი რატო უნდა დამეჰილა ვერ ხვდები, ის რა შეაწყობდა. შვიდიანის გადამოწმება არის 11 შავი და 9-ის გადამოწმება არის 2 შავი. ორივე გადამოწმება მომწონს, სიმართლე გითხრა. მაგრამ ჩამოყალიბებული არ ვიყავი არც ერთში. უბრალოდ თავიდან დეტექტივებად როცა გაიხსნენ, მე ვთქვი რომ ნუ 9-ის გადამოწმება მომწონს თქო და მე 7-ის თქო. მაგრამ ეხლა ნეიტრალურად ვარ ორივეზე რა. მაგრამ ამ მაგიდაზე ეხლა იდეაში ყველაზე შავები ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ, ისინი გადამოწმებულები არიან. 2-იანიც, 11-იც და მაინც 10-საც მაინც გადავამოწმებდი რა, არ ვიცი, ჩემი აკვიატება თუ რა არის, მაგრამ კარგი გადამოწმებებია და ამათში უნდა არჩიოთ ვიღაც. დავშვიდობთ 5. გული დამწყდა არ ველოდი რომ გამოვარდებოდი ესე მალე და საკუთარი თავიც მაგიტო არ დავიხილე. 12 აქტიურობდა ძალიან, 12 დავხილე. მაგრამ შევწდი. ანუ ხო ჩემ თავს არც ერთ ვარიანტში არ დავიხილავდი რა. ან 12-ს დავხილავდი, ან 4 ნომერს. ნეტა 4 მაინც დამეჰილა, იმიტომ რომ ერთი პატიოსანი გადარჩებოდა, ალბათ, თუ შეიძლება მაფიოზი იყო, არ ვიცი. მოკლედ მალე გამოვარდი და მეზისწრება ყველა, ვიცი, ხედავ შეგვიძლია. თამაშს ტოვებს ნომერი ეს შემდეგ სეზონში რა. წრეს გახსნის ნომერი 3. ვა, ბიჭო, ბოლოს რო ჰიტა გავიდა, გეფიცები რა, იმენა გულწრფელი იყო. არა, სხვა რამეს ვიძახი კაცო. გულწრფელობაში რომ ჯერ ამას კი მაგას ვიფიცები. რაღაცნაირად გულწრფელი იყო. ანანოს დასმულმა კითხვა ძალიან გააღიზიანა, იმიტომ რომ იმდენად გულწრფელად ლაპარაკობდა. ანანო დაუზა, აი ცოტა ეწყინასავით, რომ გულწრფელად საუბრობ. ეს არ მომწონს, აი ეს გნიდა ესა რა. აი იმენა, ცუდი სიტყვა არ არის, ვერაფერს ვერ მომედავები. მაღალ ადამიანს იშავს ახლა ვერაფერს ვერ. ეს არ მომწონს, იმიტომ რომ აი რაღაცა რეაქციები თქოს ბედნიერია რომ ვიღაცები გავიდნენ. ლაშამ კარგად გამასურა. მე მისჩენია რომ ეხა უკვე ჰიტას ბოლოს ტყურის მე ჰიტას იმჯეროდეს, ვიდრე ლაშას რა. ბასტო მგონია ეხა გააქტიურდა და მგონია რომ მიხვდა რომ პატიოსნები ვაგებ და გააქტიურდა და მოიხოდა. ოზი მგონია კიდე პატიოსანი და დავასახელებთ იმას ლაშას მართლა ბუდიში ლაშა იმიტომ გამომისვი და ძალიან მაგამაღიზიანი. მიღებულია 7-იანი. მომატყუილე. 6-იანს უსმენთ? მიიღეთ 2 ნომერი, მიიღეთ 11 ნომერი. ანუ ლაშაზე თუ ყალიბდები, რომ შავი არის, მაშინ ლაშასთან ერთად გუნდში ვინც არის, ეგ უნდა გავუშვო, იმიტომ რომ დეტექტივი არის ერთ-ერთი პოტენციურად და მისი ინფორმაცია რაღაცას მოგცემს, გინდა არ გინდა. ანუ ვერსიის ვარიანტს გვიკარგავ მასე რა. გადამოწმებები გჭირდება ჩვენ აქ და თუ ლაშა გონია შავი, მაშინ მასთან ერთად შავი 2-იანი არის და 2-იანი უნდა გავუშვო. თუ გონია კოპალა რო არის შავი, მაშინ უნდა გავუშვო მასთან ერთად 11 ნომერი. რომელიღაცა ამ ორიდან უნდა გავუშვო. გაყოფა ვერ გამოდის 9 კაცი ვართ ახლა. ანუ მე პირადად მე უფრო ლაშას დეტექტივობით ვითამაშებდი ამ რაუნდს. ვიდრე იმით, იმიტომ რომ ნახე მე 11 ნომერზე ეჭვი მქონდა ისედაც რა 11 ნომერზე მე ვამბობდი რომ შეიძლება რომ პოტენციურად შავი იყოს მეთქი ისეთ რაღაცებს ლაპარაკობდა. შენ იმით რომ ანუ ლაშას უტევ პირდაპირ, გონია რომ ძალიან რაღაც tunnel vision-ი გაქვს ხომ? არ ეძებ.
ხო და რავი, მე ან 11 და 2-დან, რავი, სიამოვნებით ორივეს ავაყენებდი, მაგრამ ხო, არა. ლაშას დეტექტივით რადგან სამში 11-იანში გავუშვებ ხელს. ბიჭო, ეხლა ვასახელებ 11-ს, რა თქმა უნდა. 11-ის მერე ვასახელებ 2-ს, ვასახელებ 3-ს. ბიჭო, ეხლა ნახე, ორი ნომერი, ორმა ნომერმა ერთ ადამიანთან ერთად აიწია კიდე 8 ნომერზე, არა, 9 ნომერზე ხელი რა. ბიჭო, ეხლა ნახე 9 და 2 გუნდი იასნია რო არ გამოდის, მაგრამ თუ ორი ნომერი შავია, მაშინ ერთადერთი ვარიანტია რომ ორი ნომერი უნდა იყოს იაკუზა, მაფია არ გამოდის შემიადით. ანუ ესე არ ჯდება რა. ამიტომ ნახეთ, ორი ნომერი თუ ცუდი კარტია, მაშინ იაკუზა, მაფია არ გამოდის. 3 ნომერმა წინაზე რაც ივაპარაკა, შედარებით ნორმალურად, სამიანი შეიძლება გუნდში იყოს რა. 9 ნომერი შეიძლება არ გახოდა მაგას ვამბობ ნახე თუ ეს მარჯვენა ხელია მე არ მჯერა რომ 8-იანი იყო მე უფრო მაფია მგონია 8 ნომერი რა კი არა 2 ქილი იყო და ისედაც მაფია მეგონა 8 ნომერი რა იმიტომ რომ მესამე და აი პროსტა გაიხსნა იმიტომ რომ სხვა გზა აღარ ქონდა რა პირველი ხო ნახე შენ რატო გადაგამოწმე 11 ნომერი რა შენ როცა წითელი კარტი ხარ პასუხისგებლო ვისაც შეგიძლია რომ აიღო და მიმართულება მისცა შენ დაელოდე კალას მე არ ვიცი რა უნდა გავაკეთო ასევე შენ თქვი რომ 7 გაიხსნა ჯერ პირველიო მე გაიხსნა 9-ო და ბოლოს ადექდა 9-იანის დეტექტივით უფრო ითამაშე შენ ხარ შავი 9-იანს უსმენ აი იგივე არგუმენტი რატო არ შემოვლია მე გამოვიყენო შენ თუ 8 შავია მე ვარ იაკუზა მე ორი ნომერი როგორაა იაკუზა ანუ მე ჩემი შავი ჩემოვედი შენ რატო არ შეიძლება მარჯვენა ხელი ყრო რომელიც აი მე ხო იაკუზა ვარ რატო არ შეიძლება 7 ნომერი იყოს შენ ჩემი გახსნის მერე გაიხსნე შეიძლება შეგულობა ჩემი შავი იმიტომ რომ ისეაც გახვიდო და სხვა გზა არ ყო შენ აი ეს არის დანებება მეგობრებო ანუ მე თუ 8 ნომერი თუ ამისთვის იყო შავი მე ვარ ამისთვის იაკუზა ხო ესა მე ხო ჩემი შავით არ შემოვა და ეხა იძახის 9 ნომერი მარჯვენა ხელი იყო და 2 ნომერი იპოვა იაკუზა თუ აი ეს ხო აბსურდი არის რა ვაყენებ 7-ს ვაყენებ 2-ს მე 7-2 გუნდი არ მგონია მე გეუნი 7 არის იაკუზა ამ თამაში ეხ ხო 2 ქილი მოხდა ამან წეღან ამან განიხილა რომ შეიძლება იაკუზა ყოფილიყო მაგრამ მე გახსნა რომ 2 ქილი მოხდა რა 7 არის ამ თამაში იაკუზა 2-იანი 8-თან ერთად არის შავი რომელსაც 2-7-8 აქვს ათამაშები 8 ნომერს მისი შავი იაკუზა და მისი თავი всё და 7 ნომერი ნახე 7-ისთვის 8 შავია 9 შავია 11 შავია და 7-0 აქვს ათამაშები ანუ იქეთაც არავინ არ მოეწოდა აქეთ 3 შავი ყავს კიდე ვინა წითლები 7 ნომერისთვის ვინმე ამიხსნის ამას ანუ ესაა არგუმენტები და რა ის რასაც 7 ნომერი ლაბარაკობს პას 10 ბიჭო ამანებეთ თავი მე 2-იანის და 11-იც შავი მგონია ორივე რატომღაც ორივე ანუ შენი გადამოწმა მაინც არ მომეწონა 2-იანის ჩემი ცუდი მოთამაშის ლოგიკით არ მომეწონა იმიტომ რომ 8-იანთან ილინკებოდა გუნდში ძალიან 2-იანი და ის თუ შავი იყო ესეც შავი იყო და ჩემთვის უფრო იაპონური მას გავდა მაგათი ის მაგრამ მე ნუ ლაშა დეტექტივობით უფრო თამაშობ ეხაც რა ვქნა ბასტო არ მომეწონა წინა წრეზე გითხარი რომ რაღაცა ვერ დაალაგე და სწორი არგუმენტები გითხრა ლაშამ ჩემი აზრით კოპალ არ ლაპარაკობს უდად რა თქმა უნდა კარგი მიგნებები გაქვს და ჩაჭერები მაგრამ აი იმაზე ჩაჭერა ისევ მე-3 თუ მე-4 წრეზე რომ 1-დან 6-მდე არ აიყვანე არავინ რავი მაგის მერე ბევრი რაღაც მოხდა და შეგიძლია რომ ბევრი რაღაცაზე ლაპარაკო მაგის გარდა და სამი არ მომწონს ხარ მაინც რა გიყო კიდე შემაგინებ უფრო არ მომეწონა მე 12 მომწონს ოზიზე არ ვიცი 11 სისულელი არგუმენტები თქვა კონტექსტი შეცვალა რაღაცები გადააკეთა გადმოაკეთა უნდა დაიმახსოვროთ რა რაღაცას რომ ვამბობ და მე ჩემ კონტექსტში და ნუ იცინი შანსი რომ პირველად ხდება რომ შავად მომოწმე წითელ კაცს და აი შანსი არ არის გამოყვე ბოლომდე ანუ ლაშა არის უეჭველი შავი კარტი არ მაინტერესებს ლაშაზე უწევ ხელს მაგრამ შენზე რა მაინტერესებს იცი ჰიტა რო ლაპარაკობ და გახსოვს ხო გითხარი გულწრფელია თქო სანამ ჰიტა იტყოდა რომ ბასტო დაინახავდაო ჩემ მანამდე ხო გითხარი ვაიმე გულწრფელია მეთქი და მართლა დავინახე რომ ნამდვილი დეტექტივა გაშვებული ჩემი გადმოსახედიდან რა აუ კაი ეხა რა ის ან შენი არგუმენტები რა იყო იქით არ მოგეწრო აქეთ არ მოგეწრო პირველ წელს რანაირ დეტექტივი ხარ პირველ წელს რა არ მოწრო ანუ შენ არ გამართლებ უეჭველი შავი ხარ მაგრამ უეჭველი ჯერ ტოვისა ლაშაზე უწევ ხელს 100%-ით მე რა ვიცი შენზეც ავწევ ხელს რომ ჰიტა მგონი ხა ნუ მიქნევთ თითებს შენ არ მომეწე შენ რატო არ მომეწე იცი რომ რატო არ ახსენე ჰიტასეს თუ დამეთანხმე რომ გულწრფელიაო ერთი სიტყვა რატო არ შეაშველე დამეთანხმე გულწრფელია გაჩერდი მაშინ მე შემეშალა მაგრამ ჩემგან ხო იყო ეგა დასრულდა შო დაწყნარდით გამშვიდდით ხალხს მოუწოდებ რომ დაალაიქონ გამოიწონონ არხები 12 ნომერს უსვამთ შენ ცოტა არგუმენტები არ მომეწონა და გნიდა ხარ და ხელის ქნება გავიგე მაგრამ რაღაც არგუმენტები უნდა ისროლო ხო ნუ კაი ნუ აქ თამაშით ვახარ წავაგებ შენ თუ პატიოსანი ხარ ხა გეუბნები რა კაი, მოდი ახლა იაკუძობა იმის გამოირიცხა, ხო? ანუ ყველა ვარიანტში, ნახე, ან ეს არა, იმისი. დეტექტივი არის ან კოპალა, ანუ ნახე ჰიტას გახსნის ორი ვარიანტი არსებობს, ხო? ეხა უკვე, იმიტომ რომ ან შავი იყო და შენ რო გაიხსენე არ დაიცავდი, იმიტომ რომ შენ თვითონ შეიძლება სხვადასხვა ფრაქცია.
გავიგე, ესეც გაიხსნა, ისიც გაიხსნა და მეერე გაიხსნა ჰიტაც. ნუ მოკლედ რა ის ჰიტას ნახე, მე მინდა რომ არგუმენტებით გავყვეთ მაინც. ერთი ნომრის გადამომწვეველი დეტექტივი აქედან გადის. რაც არ უნდა გულწრფელად მომეჩვენოს, ეს არ არის სწორი შემოწმება. თქვით კიდევაც, ეს არ მოგწონს. 2 და 3-ში შეამოწმე. 8-იანი ადგა და შემოწმე ერთი. რა ის გულწრფელობაზე მელაპარაკებ ხა? ლამაზი თვალების გამო უთხრა რომ ხო, იყავით ხო? 2 ნომერსაც ვასახელებ, 6 ნომერს ვასახელებ თხოვა. 6-იანი მეგობრებო. 2 ნომერს გავუშვებდი მე ამ ეტაპზე. 2 ნომერს გავუშვებდი ბასტოს დავტოვებდი ჯერ. დასრულდა. პირველ ნომერს უსმენთ? ჰიტა მგონია რომ ის მომენტი კი არ ქონდა რომ რაღაც უფრო გაიაზრა რომ ძალიან არ წავიდა თამაში კარგად და მაგ მომენტს იაზრებდა და მაგიტო გავიდა ესე გულდაწყვეტილი ჩემი განმოსახედიდან. მგონია რომ მეორე ნომერთან ერთად მეორე ნომერია შავი, იმიტომ რომ მეორე ნომერი იყო ის ვინც მე-9-ზე იწევ. არჩენა მგონი ხარ, არ ვარ მე ჩამოყალიბებული. 2 წამი დამოცადა. მეორე და მე-8 ნომერი მგონია გუნდი. ჩემ ეს ახლა უნდა გავიდეს მე-2 ნომერი, მე-7 და მე-9 უნდა დავიტოვოთ. ჯერ კიდევ მე-6 ნომერი მგონია შავი კარტი, იმიტომ რომ შენი არგუმენტი რაც წეგან მითხარი იყო სრული, არ ვიცი, საშინლად არ მომეწონა, იმიტომ რომ მეუბნები რომ მე-8 ნომერს არც განიხილავდი როგორც დეტექტივს და იმის დატოვება გინდოდა და ჩემი გაშვება როცა შეგეძლოკერა და კი პატიოსანი მოქალაქეს უშვებდი. ამიტომ მე არც მე-6 ნომერი არ მომწონს. ბასტოს ახლა ასეთი ემოციური ჩართულობა როცა აქამდე ძალიან მოდუნებული იყო, არც ეგ არ მომწონს. არ ვიცი, მე-10 ნომერი მომწონს და მე-12 ნომერი მომწონს. ვითომ დაგასახელა, მე-12 ნომერს ვასახელებ. დამჩა დრო 10 წამი. მახარას რაც შეეხება, არ ვიცი, მახარას თამაშს ვერ აღვიქვავ ხოლმე, არ ვიცი, არაფერი არ მოაქვს მაგის თამაშს, ამ ეტაპზე მით უმეტეს, მნიშვნელობას არაფერს არ ამბობს, რომ ამას ჩავეჭიდოთ. სანამ 2 ნომერი დახურავს სტრესს, დასახელებულები არიან 7, 2, 11, 6, 12. 2 ნომრის 1 წუთი. 9 მიიღეთ. მიღებული 9. ანუ ეხლა უყურე, მე რო ვიყო 8-სთან ერთად შავი კარტი. არანაირად ხელს არ ავწევდი 9-ზე, იმიტომ რომ ცხადი იყო რომ ყველა გავუშვებდით 8-ს, მაგრამ მე ჩემი გულწრფელი მაგიტო აიწია ზუსტად. ავწიე 9-ზე ხელი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ კი არა, ანუ ერთადერთი ხა რაც აქ ყველა 100%-იანია 9 ნომერია შავი კარტი. ეს ამას წყალი არ გაუვა და შენ პერფორმანს იმენას არ ახალი ამიტევია. ჩემი რჩევა ესეთი იქნება პატიოსანი მოქალაქეებისთვის, რომ 7-იანიც გავუშვათ და 9-იანიც გავუშვათ. ეს არის ყველაზე სწორი ხა ამ მაგიდაზე რაც უნდა მოხდეს. მე კიდე მჯერა, რომ ჰიტა იყო ნამდვილი დეტექტივი. ანუ ჯერ კიდე მჯერა მაგის ჰიტას გულწრფელობის რა, არ ვიცი, შეიძლება ვცდები. მაგრამ პატიოსანი მოქალაქე ვარ და პირველი ნომერი არის ჩემ გუნდში, 3 ნომერია ჩემ გუნდში და 10 ნომერიც მომწონს. დასახელებულები არიან 7, 2, 11, 6, 12, 9. 7 ნომრის 30 წამი. ნახე, ყურე, რატო იტყუება რა? ერთადერთ ვერსიას ხატავს მხოლოდ რომ ეს არის მე ვარ იაკუზა და სხვა ვერსიას არ განიხილავს. იქნებ, ნახე, მე გავიხსენი პირველად. მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვის ვთქვა რომ 9 არის მაფიოზი, შავი კარტი, ეს მერე გაიხსნა და მერე თქვა 8-ზე. 8-იანი იყო ძალიან მარტივი გასაშავებელი. მაგრამ მე არგუმენტირებად ავხსნე, რატომ გადამოწმე 9 ნომერი. 9 ნომერი შეიძლება შოგუნიცაა, როცა შენ გაბრალებენ რაღაცა კონკრეტულ, მაგალითად 8 ხო აბრალებს ეს რაღაც, ესეც fake detective, ესეც fake detective. ეს რო შავი გადამოწმე, თუ ეს შოგუნია, სხვა გზა არ აქვს. უნდა გაიხსნა, სწორი, გაუშვებე. 11 გადის, ეხლა ყველა ვარიშ ამას გადაგიმოწმებთ. დასრულდა. 2-იანს უსმენთ? ჩემი აზრით, უნდა გავიდეს ორივე, 9-ც და 7-ც. ანუ იმიტომ რომ ფოლსავია, მე არ მინდა ორივეს გახსნა. ეს ადამიანი იზახის რომ მე აბდგებიო ამასთან ერთად, ესე გუნდელი ყავს ამას. მე ვარ დეტექტივი და ეს შავი კარტი 11 გადის ეხლა. მე რაც ზუსტად ვიცი ეგ არის, რომ 9-იანი არის შავი კარტი, მაგრამ მე 100%-იანი შეშიც ვერ ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ შეიძლება ჰიტა ყოფილიყო ნამდვილი დეტექტივი. ამიტომ მე გავიშვებდი ორივეს. ჩემი ნება რომ იყოს და დასვია სამოქალაქეებს შანსი გვექნება რაღაც 11-ს უსმენთ? ვერავის ვერ გადაგიმოწმებთ. შანს ვერაფრის ეგეთი ნიჭი არ აქვს, მაგ კარტს რაც შენ მოგივიდა. გამახსენდა რა შეცვალე, რა ჰიტა ისა, იმას დაველოდებიო, ყალას დაველოდებიო, შენი აზრი არ გაგაჩნია. ანუ რაღაც უნდა ბოლო წრე იყო და რაღაც უნდა გადაგვეწყვეტა, რომ დეტექტივებში წავიდოდით ქალაქი თუ ისა რა ქვია, პროსტა სხვებში რა და მაგას შენ თითზე იხვევ, უფრო აი ლოგიკაში, ანუ ლოგიკით რო თამაშობდი, უფრო კარგ რაღაცის დაჭრას შეიძლება შეძ, ანუ არაფერი არ არის ეგა. უეჭველი გადიხარ 7-ზე. 7-თან ერთად გავალ მეც თუ გინდათ. 6-იანს უსმენთ? ანუ მე მინდა გადაწყვეტილება მივიღოთ ფაქტებით და არ მინდა ეს რაღაც ჰიპოთეტიური რაღაცეები რა. ანუ ფაქტი იყო ის, რომ 2-იანი და 8-იანმა ერთად აწიეს ხელი. და 8-იანი ჩემს არანაირად არ იყო დეტექტივი და 2-იანი თითქოს ანუ ცდილობდა რომ ვიღაცაზე უბრალოდ ანუ 8-იანი თუ ამბობ რომ 8-იანი უნდა გავიყვანოთ და 8-იანზე არ წევ ხელს,
ცოტა უცნაურია ჩემთვის ეგ რა. და ანუ გაყავთო და არ იმაშობი, ანუ რაღაცა ისეც აკეთებდი, რომელიც ანუ ქალაქის გადაწყვეტილებას არ შეესაბამებოდა. და მაგიტომ გონია რომ შენ უნდა გახვიდე ეხლა ამ იმაზე. ფოლებიც თუ გახვალ, მშვენიერი აღარ მოგვიწევს. დასრულდა. 12-ს უსმენთ? ნახე. უსუმავიწყდება ხოლმე რა. ორიანი უნდა გავიდეს და რატო, ნახე? რიანი ეს ამართლებს რიანს, ნახე? ამის ბალანსი არის ის. ჰიტა რო გავიდა, ეხლა ბასტო რო მივაყოლოთ, ესენი ერთ გუნდში არიან. რატო არ უნდა ადგას ორი დეტექტივი კიდე? ესენი თუ არიან დაპირისპირებული ფრაქცია, ეხა ექიმი აღარ არის და ერთმანეთს უნდა ესწრებონ ღამე ყველა ვარიანტში, ანუ ეხა აყენებას აზრი არ აქვს. მე გამიკვირდა რომ პატიოსნებს რატო ესვრით? რატო ესვრით პატიოსნებს, როცა შავების ხართ და წითლების? ანუ დეტექტივებია სასროლი, ხო მაგ დროს? ჯერ გადის ორიანი ჩემი აზრით და მე ესენი თქვენს კლავენ, თუ ეგრეა. ცხრიანს უსმენთ? ანუ ნახე, ეს მე არ მომკლავს, იმიტომ რომ ამის ვერს მომიყარა მომისვენ ერთ წამი. ანუ შენ ხარ ძალიან იქეთ და მინდა რომ ცოტა მოგაბრუნო, ნახე. 7 ნომერი მე არ მესვრის, იმიტომ რომ უნდა რომ ხელით გამიყვანოს. ანუ აქ არ მოკვდებით, არც მე და არც 7 რა. არც შავები არ ესვიან 7, თუმცა ამან ნახე რა თქვა, ორი ნომერი შავიაო, ანუ გადამოწყვებული არ ყავს და ორს მაინც შავად მოიაზრებს რა. მე ვიცი რომ ორი არის შავი და ორმას კარგად იცი რომ ეს არაა დეტექტივი, იმიტომ რომ ის არის რუიანის გუნდში იყო რა და მე რომ ამას შავს ვეძახი, იცის რომ მე ვარ დეტექტივი და ამისთვისაც ესაა იაკუძა. ამიტომ რომ იაკუძა მოგაშოროთ ქალაქს, ორი კილი არ მოხდეს, სადაც ექიმიც აღარ მყავს ქალაქში. ამიტომ არის 7 იაკუძა და არაფერი სხვა, всё. დასრულდა. დასახელებულები არიან ლუჩურჩულები. დასახელებულები არიან 7, 2, 11, 6, 12, 9. ამ თანმიმდევრობით. ვინ ფიქრობს რომ 7-იანმა უნდა დატოვოს თამაში, ეხლა მიეცით ხმა? 1, 2, 3 ხმა. ვინ ფიქრობს რომ 2-იანმა უნდა დატოვოს თამაში, ეხლა მიეცით ხმა? 3 ხმა. ვინ ფიქრობს რომ 11-მა უნდა დატოვოს თამაში, ეხლა მიეცით ხმა? 2 ხმა. ვინ ფიქრობს რომ 6-მა უნდა დატოვოს თამაში, ეხლა მიეცით ხმა? ვინ ფიქრობს რომ 12-მა? ვინ ფიქრობს რომ 9-მ? 1 ხმა. გაიყო ხმები 7 ნომერსა და 2 ნომერს შორის, 7 ნომრის 30 წამი. ხედავ მე რატო ვარ დეტექტივი? მე თუ ცუდი კარტი ვარ, ხელს ჩავტეხავ აუცილებლად 2 ნომერს გავიყვან. მე ვარ დეტექტივი. მე ხე 11 მყავს, მე გადამოწვეული ხალხო, ზუსტად ვიცი რომ შავია. 2 შეიძლება რომ წითელი იყოს. მე არ გინახიათ რომ პროსტატიბზე წითელსაც აეწიოს. სოსოს ახასიათებს ეგეთი რაღაც. არ იცოდა ჩამოყალიბებული არ იყო და რვიანზე არ აწია ხელი, აწია 9-ზე. მაგიტომ გონია რომ შეიძლება გუნდში არ იყოს. მე რო ცუდი კარტი იყო, ხელს ჩავტეხავ. 3 რაუნდია ტყუილებს გელაპარაკება 9 ნომერი ამას როგორ უსმეთ? ამის მოწებული შავი შეიძლება წითელი იყოს, 11 უნდა გასული იყო ეხა. ეხა პროსტა ხელი უნდა უწიო 2-ზე, იმიტომ რომ მე დეტექტივი ვარ. დასრულდა. ორიანს უსმენთ? ბიჭო, ანუ რატო არ გაეჭვებთ? აი ხა ორივე ძალიან ემოციურები არიან. განსაკუთრებით 9 ნომერი, რომელიც უეჭველი ვიცი რომ შავია, ანუ მე ხო ვიცი რომ შავი ხარ და აი ესენი არ ქშველის. ანუ მე ვარ პატიოსანი მოქალაქე. შენ რატო მიტევ ვერ ხვდები? იმან შავად დამასახელა. და შენ არა თავიდან პირველ შენ სპიჩზე ჩემზე წამოიღე ხელი როცა ანუ ამის შავი კარტი ვარ. დასახელებულები არიან 7, 2. ამ თანმიმდევრობით. ჟესტიკულაცია შეწყდა. ვინ თulis რომ 7-მა ნომერმა უნდა დატოვოს თამაში, ეხლა მიაცით ხმა? 1, 2, 3, 4 ხმა. 9 ხარ, ხო? ვინ ფიქრობს რომ 2-მა ნომერმა? 5 ხმა. 2 ნომრის ბოლოს სიტყვა? პატიოსანი მოქალაქე ვიყავი. ძალიან რავი რა, რატო ვერ დაგარწმუნეთ არ ვიცი, ჩემი ბრალი ალბათ. და შენ გონია პატიოსანი ხარ და 9 გავუშვით. აი რომც არ იყოს, ბიჭო 9 რომც არ იყოს პატიოსანი, ისა მაფიოზი, ანუ ყველა ვარიანტში უნდა გავუშვათ. ყველა ლოგიკით 9 და 7 უნდა გავუშვათ ეხა ორივე. პას კი არა და წავედი, კარგი. დავამშვიდობთ 2 ნომერს. სამწუხაროდ ვერ მოვახერხე ჩემ პატიოსნებაში დამერწმუნებინა ქალაქი და რა ვიცი იმედია პატიოსნები რაღაცას იზამენ და 9-იანს გაისტუმრებენ, იმიტომ რომ საღო кайფი პერფორმანსი ქონდა და დაარწმუნა ძალიან ბევრი მაგიდაზე რომ დეტექტივია. არა და არ არის. დაძაბულესი თამაში არის და ღამე მეგობრებო. გავიძინოთ. დაალაიქეთ, გადოიწერეთ არქივი, მადლობა ბეცოსთან, მადლობა ცელსიუს, სპონსორობისთვის. შეგახსენებთ, რომ ცელსიუსში იწყება ძალიან მაგარი ფასტაკლებები და მაფია პრომოკოდზე იქნება ფასტაკლება. მადლობა ცელსიუს სპონსორობისთვის, შეგახსენებთ, რომ ძალიან მაგარი ფასტაკლებები იწყება. ყველას წინავს. იღვითებს მაფია!
დღეს გადაწყვეტილება ვებშიდობები მაფიას იღვითებს დონი და ეძებს დეტექტივს ვებშიდობები იღვითებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას მიიღო პასუხი იღვითებს შოგუნი და უერთდება იაკუძა ვებშიდობები აიღვითებს ექიმი მიიღო ექიმა გადაწყვეტილება იღვითებს დეტექტივი და ეძებს მაფიას მიიღო პასუხი ვებშიდობები და თენდება თამაშს ტოვებს ნომერი 12 ჩვენ თორვიანი დეტექტივი გავუშვით თავიდანვე, რავი, ძალიან ცუდად ყოფილა მაშინ ჩვენი საქმე. ერთიანი რა? ერთიანი გადაამოწმე, რატო? სამიანი რატო არა? შენ სამიანი უფრო მოგწონს ამ მაგიდაზე ვიდრე ერთიანი? კაი, მე რას ვილაპარაკებ არ ვიცი, მაგრამ მეორე ქილიც იქნება ეხა ყველა ვარიანტში. ეგრე მგონია რავი. რა ცურთულ დღეში ხარ. მე რაღაც პონჩი გამიხარდა, იმიტომ რომ ვერ დავალაგე რა, მაგრამ ემოციურად მე ლაშას უფრო მივყვები მაინც რა. რა გავაკეთო, ბასტო ეხა. მე შემეშალა თუ ეგრეა და თუ შევწდი, მაგრამ ემოციურად ეგრე ხო, რავი, დარწმუნებული რატო ხართ ეს სამეული, რავი. ის რატოა დარწმუნებული, ის რატო თამაშობს შენთან, იმას შენი რატო ჯერა მარტო. არსად რატო არ იყურება და მარტო შენი იმებს რატო ისმენს რა ქვია. შენ სამიანი წითელია შენთვის. შენი ერთიანი გადამოწმება მე არ მომეწონა. მე ერთიანს არ გადამოწმებდი საერთოდ, იმიტომ რომ ყველაზე ორმა დეტექტივმა ერთიანი გადამოწმა ყველაზე ნეიტრალური ტიპი. დასვა. დავიშილოთ ნომერს. წრეს გახსნის ნომერი 6. 11 ნომერს კანდიდატურა მიიღეთ, თუ შეიძლება პირდაპირ სანამ დავიწყებთ საუბარს. 11 ნომერი ყველანაირად ბალანსით უნდა გავუშვათ, როგორც არ უნდა იყოს. ხო, ბალანსით, დეტექტივებში. ნახე, როგორც არ უნდა იყოს, შანსი იმისა, რომ იყო შენ მეორე არის მაღალი. ხო? ლაშასთვის ვინ არის შავად გასული? ჰიტა არის გასული შავად, ხო? ორი ნომერი ისე გავიდა რომ შავად არ არის გასული, ჩემთვის არ არის შავად გასული ბოლოს. შეეძლო რომ ხელი ჩაეტეხა მიემატებინა სადმე, მაგრამ არ გაუკეთებია ეგ. ადამიანმა ითამაშა წითლად, ძალიან წითლად ითამაშა. ისევე როგორც ლაშას შეეძლო ხელის მიმატება და არსად არ მიმატებია და არ ჩაუტეხია. 11 ნომერი გამომდის მე შავი მაქიდან და 9 ნომერიც მასთან ერთად. მაგრამ მაინც ვერსიის არსებობას კიდევ მივცემ საშუალებას და ჯერ 11 ნომრის გასვლა მინდა მე აქ როგორც არ უნდა იყოს. და თუ შენ ამბობ რომ ერთიანი არის გადამოწმებული წითელი, სამიანი არის შენ გადამოწმებული წითელი, მაშინ კაი, გავუყვეთ. მეორე ქილი არ ყოფილა, ესე იგი დიდი ალბათ მოიცა თუ ეგრე გამოვიდა, მაშინ ან ვიღაცა მოგვიკვდა წინა ღამეს, რომელიც იყო, ესე რა ქვია, მსროლელი, ან ორიანი მართლაც რომ შავი იყო და ეს გამოვიდა, მაშინ ეს მარჯვენა ხელი, რაღაცა ეგრე, ან დეტექტივია, რომელმაც იპოვა და კარჩე. მაგრამ ვერსია არის რა, ეგ რო შენ და გახვდი. ბიჭო, 3 რაუნდია ტიპი 9 ნომერი ტყუილებს ყვება. შენ ვაფშე არ გელაპარაკე, ვასახელებ 11-ს ვასახელებ 9, 11 გადის ყველაფერი მაგარ. შენ წითელი მოქალაქე ხარ, შოგუნი ხარ თუ არ ვიცი? ეხლა შენ თუ სწორად არ ითამაშებ, თამაშს შენც წააგებ. მე კი არ წავაგებ ქალაქთან ერთად, შენც წააგებ. 11 გადის ყველა ვარიანტში. 12 ნომერი კალა ეკითხებ, ეხლა თუ შეიძლება მეორე ქილი მოხდეს და ისე რატო? ტიპი 3 რაუნდია იძახი 7-იანი ესა იაკუძა და მე ეხლა აღარ ვარ იაკუძა? მეორე ქილი არ უნდა მომხდარიყო თუ ეჭველიცი რომ ერთში გაისროლეს. 3 რაუნდია ტყუილს ამის დეტექტივას როგორ განიხილავთ ხალხო? 11-ს ვასახელებ, გადის ეხლა 11, 10 უფრო მეტად წითელი მგონია, იმიტომ რომ მგონია რომ ჩემ დეტექტივობას უფრო არ გაყვა. იგივე მგონია 6-ს. ერთი ნეიტრალურია, მაგრამ არ ვიცი რა, შეიძლება სროლელი კარტი სადღაცას გაპაროლი ან მოკვდა ან ხელით გაუშვი. ორიანზე ვთქვი ეგეთ რაღაცა რომ თუ ორიანი შავია შესაძლოა იყოს იაკუძა მეთქი. შესაძლოა მე არ მithქვამს რომ ეს უეჭველი შავია მეთქი გადამოწებული. არ მყავდა, უნდა გასულიყო 11 რომელიც ვიცი რომ შავი კარტია. პას
9-იანს უსმენთ? ვასახელებ 7 ნომერის კანდიდატურას. ნახე, ეხლა გეტყვით რატომ უწევთ ჩემი მხრიდან აქ მაგიდაზე 1 ნომერი რა. 3 ნომერი სწორად წევს ხელს, 7 ნომერში აწია, 3 ნომერმა ხელი და სწორად აწია და არ მაქვს იმის განცდა რომ შეიძლება 7 ნომერთან ერთად იყოს გუნდში. 6 ნომერი გონია რომ, ანუ ნახე, 6 ნომერს 3-ვე დეტექტივი წითლად ვისაუბრებოდით 0 წრეზე რა. 8-მ წითელი დაუძახა, 7-მა წითელი დაუძახა. ან 2-მა შავმა 6 დაუძახა წითელი. შეიძლება 6 მართლა წითელი იყოს. ან შენ იმდენს აკეთებ უკვე რომ შეიძლება 7-თან ერთად მყავდე მე შენ შოგუნი რა, რომელიც ვერსიებს კი არ განიხილავ, მარტო ერთ ვერსიას თამაშობ თელ თამაში. შენ 2 ნომერში მარტო 2 ნომერზე წითელია ჩვენი, 8 ნომერი შეიძლება წითელი ყოფილიყო, შეიძლება დეტექტივიო 12-მა რო თქვა რა. ამიტომ არ მომწონს ახლა არც 6 ნომერი და ანუ აი ამას თქვენს ხედავთ რა. 1 ნომერი მოწდება, იმიტომ რომ 8 ნომერმა 0 წრეზე პროსტა ერთს დაუძახა წითელი. 3 ნომერი სწორად წევს ხელს, 10-მა ნომერმა ამასთან ერთად აწია ხელი 11-ში, მაგრამ მე ამას წითელი დაუძახა, შეიძლება 10 შავი ვერ მყავდა, გადავამოწმე 1 ნომერი. ჩემთვის შავები დარჩა 10, 3, 6, აი აქ 1 შავი ზის კიდე. 7 ნომერი. მეგობრებო, ნახეთ, მაშინ ამისთვისაც აღარ ვარ მე იაკუზა. თუ მე მეუნება რომ ხო იაკუზა ხო აღარაა? დასრულდა თქვენი დრო? 8 შავს დასრულდა 10-იანს უსმენთ? ხო, პირველი რაღაცა რაც შენ თქვი იმაზე, კალა რო გავიდა, რომ შეიძლება ორიამ კალაში ისროლაო და შენთვის თუ მართლა იაკუზა იყო ლაშა, რანაირად იფიქრე ეგ, ან თუ დაალაგებული გაქვს ეგრე ლაშა არის იაკუზა, მაშინ არ გაიფიქრებდი მაგას და არ იტყოდი. არ ვიცი, რავი, ანუ ხო, შენ ძალიან ემოციურად ლაპარაკობ. ანუ ლოგიკურად უნდა გველაპარაკო და დაალაგებულად და წყნარად. შენ ახლა ოღონდ შენი გაიტანო რომ შენ არ გახვიდე და აი როგორც მაშინ თუ ავატრიალებ ამ მაგიდას თუ რაღაცა, ყველაფერს იზამ რომ არ გახვიდე და მე მგონია რომ შენ შავი კარტი ხარ, რა ვქნა. ერთიანის გადამოწმოთ არ მომეწონა შენგან, იმიტომ რომ ჩემთვის 3-იანი და 6-იანი უფრო შავები არიან ვიდრე 1-იანი. 6-იანი კარგად ლაპარაკობს და უფრო გამიწითლდა. მე ლაშას დეტექტივობაში ჩამოყალიბდი საბოლოოდ 9-იანთან არ ვითამაშებ. მიიღეთ 9-яნის კანდიდატურა, მიიღეთ 1-яნის კანდიდატურა, არ ვიცი, რო ლაპარაკობ. დეონი 1. 11. ლუკა შეხედე შენ მთელი თამაში ლაშას მიყვები, ხო? ეჭვი არ შეგიტანია? საერთოდ. ანუ შეხედე ხარ რა ლაშა. რა პროსტა ძალიან მაინტერესებს ამდენი ხალხი ვსხედავთ, ეხლა წითლები ვინც ხართ იმას მოგვართავთ და 7-იანი და 9-იანი ესე დეტექტივები ორივე ესე თავით გადმოსახედან, სხედან მაგიდასთან და არც ერთმანეთს არის ანუ გვეთამაშებიან? ანუ უყურე, ჩემთვის ძალიან ყველაფერს მე ხო ვიცი რომ გადამოწმებული ყავს შავა წითელი კარტი, მაგას რო თავით მაგას ვერ დაგარწმუნებთ. ეხლა რამდენიც არ უნდა ვიძახო, მაგრამ 7-იანიც და 9-იანიც ჩემი გადმოსახედიდან აი ყველაფერი მაგას მეუბნება, რომ არც ერთი არ არის დეტექტივი რა და მე ნუ განმიხილავთ საერთოდ. ანუ ვუტევ მე არ უნდა, მე არ ვარ აქ, გასასვლელია, უეჭველი გასასვლელი. აქედან, კაი, უეჭველი ერთ-ერთი ხო მაფიოზია 100%-ით. ხო და ჩემზე რომელზეც ლაშას გადამოწმება, რომელიც 50% მაფიოზია, ჩემზე როგორ ლაპარაკობ? ანუ ოზი შენ საერთოდ რა საკადო რეებს თული. ანუ რა როგორ გამოგივიდა ვერ გავიგი, ანუ კიდე რომ მოვა შენ რომ დამითვალე ეს რეები დათვალე რა. პირველი ნომერი? 7. მოკლედ ვასახელებთ 11-ს, 6-ს, 9-ს. ჩემი გადამოწმება იყო ძალიან ცუდი, აი ძალიან ცუდი იყო. მესამე ხოლს ავიღებ მართალი ხარ? მე გადავამოწმდი, მე 6-ს აუცილებლად და ვერ ხვდები რატომ მოვწოდ ან ერთს ან მეორეს მე 6-ზე. რაც შეეხება მე 11 ნომერს, არ ვიცი, ანუ შენი ემოციური ფონიც არ მომწონს და მეც ყალიბდები მე-7 ნომერის დეტექტივებში თუ შეგვისრულებ პირველი არ იქნება კოპა, ანუ მე-9 ნომერთან შედარებით შენი საუბარი, შენი გადამოწმებები და ზოგადად შენი არგუმენტები არ მომწონს, თორე მე-9 ნომერს მე ვrჩები მე-10 ნომერთან და ერთადერთი ადამიანი, ვისაც რაღაცნაირად ძალიან ჯერა რომ წითელი არის მე-10 ნომერი ამ ეტაპზე. მესამე ნომერსაც ახლა მიუყვები, რადგან შენი გადამოწმებული და შენ დეტექტივებს მიუყვები, ჩემ ეს ახლა უნდა გავიდეს მე-11 ნომერი, თუ მე-9 ნომრის 2 ნომერი გავიყვანოთ შავი, მე-7 ნომრის მე-11 ნომერს უნდა გავიყვანოთ და მე კოპალად გავუშვათ. სანამ 3 ნომერი დახურავს სტრესს, დასახელებლები არიან 11, 9, 7, 1, 6. 3 ნომრის 1 წუთი. კოპალას ვასახელებთ. ბიჭო, რანაირად შეძენით, რომ ორი ადამიანი იყო, რომელზეც ჭიდაობა მიდიოდა და უცებ 11-ს ამოაყო, სულ რო შავი იყოს, 11-ს რანაირად ამოაყოფინეთ ახლა თავი. ყველანაირი ლოგიკით, ამოლიდან ახლა კოპალა რო გავიდეს, ლაშას ლოგიკით ხო აღარავინ არ რჩება, რომ ტიპი დაბრიდოს ვინმე ღამე, ხო? ვინმე 11 დარჩება? ანუ მე ვაშ მგონია რომ 2 ქილი იყო კალაში. იმიტომ რომ კალას რო იძახდა რომ აი ბიჭო ერთმანეთი დახოცეთ თითქოს აი ბიჭო დახოცეთ რა ერთმანეთი ანუ სიგიჟეთ კოკა 10 ნომერის მჯერა და 11-ის მეც მჯერა რა. თქვენ ორ დეტექტივების შორის თუ შემეკითხებია რომლისა უფრო გჯერა ლაშას უფრო მჯერა 9 პროსტა პუსტა მგონია ეგრევე გასაშვები არის რა.
11 ნომრისგან ჯერა ხო რა. შენც პატიოსანი ან მგონი ხარ ან არა, არ ვიცი. ოზი მე მგონი აყოლილია ცუდ ბიჭებს და იმიტომ ფიქრობს ეგრე, მაგრამ 10 ნომერი რა ხარ მგონია მე პატიოსანი, შეცდომა არ დავუშვა. ძალიან გთხოვ რა. მართლა არ მოიქცე ინდოელებით. შეურაცხყოფილად ხო გწოდეთ? სამი ნომერი წელს თავს. მომეძალა. დასახელებულები არიან 11, 9, 7, 1, 6 ამ თანმიმდევრობით. 11 ნომრის 30 წამი. არ ვიცი რა, მე ვერ ხვდები. ეხლა თქვენც რო გიყურებთ და ჩემზე რო გაქვთ ისევე ჭვი, აი ანუ უფრო მეტი შავი კარტი დაარიგეთ თუ რა, ქენთ ვერ გავიგე რა. მაგიდაზე გიზით ორი დეტექტივი, რომელიც მე-20 წრე არის ზიან, ორივე არ მოგწონს, უფრო ვიდრე მოგწონს და აი სულ რო რაღაცა აი რაც არ უნდა იყოს, ვერ ხვდები და ვერც ამიხსენით. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ხვდები, ვერც ამიხსენით მე დრო გქონდათ იმისი, რომ მე რატო შეიძლება ვიყო შავი, იმიტომ რომ მე ხო ვიცი, ანუ იმის გადამოწმებ იმას როგორ ენდობით, 7-ის დეტექტივას როგორ ენდობით, ან 9-ის დეტექტივას, ვაფშე როგორ მიყვებით. აუცილებლად გასაშვებია ორივე. მე დავიწყებ 7-ით, იმიტომ რომ 7-ში დარწმუნებული 1500% ვიცი, ანუ просто არ მაქვს ექსკილი რომ თავში ჩაგიბეჭდოთ, თორე აუცილებლად ვიზამთი და 7-ზე ვწევ ხელს, რაც არ უნდა იყოს. მადლობა. ცხრიანს უსმენთ? ცხრიან, ერთსა. ცხრიან. ანუ აი მე გეტყვი, ანუ მომისვინეთ მე ეხა მომისვინეთ ერთსა, ნახეთ. ჩემთვის მე ხო ამოფრო 7 ნომერი აკუზა, იმიტომ რომ 8 და 7 ერთი გუნდან არ გაიხსნებოდა ორივე დეტექტივად. ერთ-ერთი, მაგრამ მომისვინე ერთსა. აი მომისვინე. 7 ნომერი გავიდეს ამ ხელიდან, ერთადერთ გადამოწმოს მოგეთ და ვდგები. შოგუნო, პირველ ნომერო შოგუნო მომისვინეთ. ეხა გავიდეს ოზი, შენ ხარ ვინც ვერსიებს ემს პატივს. მოხსენით 7 ნომერი. მე ვაკეთებ გადამოწმებას და ვდგები, ღამით არ მომკლავი, ხელით უნდა გავიდე. ვდგები. всё, აი ეხა მოვა, გავა 7 ნომერი, ორივე ხილი გაკეთა 12 ნომერში დაარწმუნებული, ერთიანი გონია შოგუნი. всё, აი ესა ვერსია. 7-იანს უსმენთ? ეხლა გავათ 11 ნომერი და აგიხსნი מחარ რატო 9 დარჩება და ეხლა ნახე 4 შავს ვერ გისახელებს რა. რატო არის ეს შავი კარტი? იმიტომ 4 შავს ვერ გისახელებს. ეხლა რო გაიღვიძებს, შანსი არ აქვს. შავი უნდა დაგასახელოთ, ვიღაცას წითელს უნდა მოგდე და მან დარწმუნდებით, რომ ეს არის შავი კარტი და მე ვარ დეტექტივი. ჩემი 3 შავი მე ზუსტად ვიცი არის. 11, 9, 8 შავი იყო, მე 4 არ ვიცი. შეიძლება 4-იანიც იყო და პირველ ღამეს, როცა მეორე ღამეს რომ მოგდა, შეიძლება 4-იანი იყო. არ ვიცი. იმიტომ რომ იაკუძას და 2 ხილი იყო. 12 არ მგონია, 2-იანი არ ვიცი ვინ იყო. მე მაგიტომ ამბობდი 11 გავიდეს, 2-ს გადაგიმოწმე. იყო сейф თამაში. მაგრამ ბაზარი არა, 11. 1-იანს უსმენთ? გასულ 1-იანი? მოკლედ, ბასტო, როგორც მივხვდი, შენ ჰიტას დეტექტივობას მიყვები და ეგრე გჯერა. აი, ჰიტას დეტექტივებიდან ლოგიკა იყო, რომ არ ვიცი როგორ მიყვები მაგის დეტექტივობას. მე მივყვები მე-7 ნომერის დეტექტივობას სრულად და ჩემს არნაირი მნიშვნელობა არ აქვს. ახლა მე-9 ნომერი დატოვებს თამაში და მე-11 ნომერი. რა შეგეხება შენ מחარ თუ ლაშას დეტექტივებას მიყვები ორი წუთი ბასტო. თუ ლაშას დეტექტივებას მიყვები მე-11 ნომერი როგორ გეწითლება, როცა ლაშას შავია. კაი, მე არ ვიცი, ჩემს შევთანხმდეთ მე-9 ნომერი დატოვებს და კაი, მე თუ შოგუნი ვარ, ჯერ შავებია გასული, ვინც მსროლელია. დასრულდა თქვენი დრო, 6-იანს უსმენთ? 6-იანი? ეხლა ვიცი რა დილის წინაშე ვარ, מחარ 11-ზე აწევს ხელს თუ 9-იანში გავუშვებს მე და დააკრებს. აჰა. აი. აუ. ანუ ამას ის გეშ სულეთია რომელი გახოთ ორივე შავია. აი. 11 მომსნა. 11 მომსნა. 11-ში აწევ ხელს. დასრულდა ხმის ვიცემა იწყება, დასრულდა თავის გამართლების 30 წამები. ჟესტიკულაცია შეწყდება მას შემდეგ, რაც დავიწყებ ხმის ვიცემას. დასახელებული კანდიდატურებს შეგახსენებთ, დასახელებულები არიან 11, 9, 7, 1, 6 ამ თანმიმდევრობით. ვინ ფიქრობს, რომ 11-მა უნდა დატოვოს თამაში, ხლა მიეცით ხმა? 2 ხმა. ვინ ფიქრობს, რომ 9 ნომერმა უნდა დატოვოს თამაში, ხლა მიეცით ხმა? 1 ხმა. ვინ ფიქრობს, რომ 7 ნომერმა უნდა დატოვოს თამაში, ხლა მიეცით ხმა? 7 ნომრის ბოლო სიტყვა. აი 6 ყავთ შავი. 6 ყავთ შავი. ვინ מחარ, აი, როსტა, ახე რაღაცას გეუბნე. იცი ხოლმე რაღაცა უაზროდ ჩაჭერა რა. შენ თუ
შეგუნია ხა ჭახა შეგუნია ახლა შეგუნია აბა მიხარ აი ხარ სამწუხაროდ წავაგეს პას მიულოცოთ მაფიას სამი წელში მოგება მაფიოზები იყვნენ 6, 11, 9, შოგუნი იყო 4-იანი, იაკუძა იყო 7-იანი, 8 დეტექტივი და 5 ექიმი. უმძიმესი თამაში გამოვიდა პატიოსანი ქალაქისთვის. All-Stars პირველივე ეპიზოდში 3 დეტექტივი იხსნება, ძალიან დაძაბულობა არის და მაფია იგებს 3-3-ში. All-Stars სპორტული ტურნირი არის, რომელშიც მოთამაშეები აგროვებენ ქულებს მათი კარგი და ცუდი სულების მიხედვით. მოგების შემთხვევაში ყველა გუნდის წევრს თანაბარი 1000 ქულა ეწერება და ისინი დამატებითი სულებით აგროვებენ კიდევ 15 ქულიდან რამოდენიმეს. მაფია გუნდური თამაში არის, შესაბამისად ყველა მოგებულ მოთამაშეს აქვს 10 ქულა. თუ პატიოსნები მოიგებენ, ისინი დააგროვებენ 1000 ქულას, მაფიაზე 10 ქულა და შოგუნი იაკუძაზე 10 ქულა. ეს იმიტომ, რომ მაქსიმალურად დაბალანსებული თამაში არის. ხოლო მოთამაშემ კარგი სულებით გინდა წააგოს, შესაძლებელია რომ დააგროვოს პლუს 15 ქულა. მაქსიმუმი არის 25 ქულა, რომელიც შეიძლება რომ დააგროვოს ერთმა მოთამაშემ. წაგებულ გუნდს დასაწყისისთვის ენიჭება 6 ქულა, რომელიც ან უნდა გაზარდოს, ან შეიძლება რომ ცუდი სულების შემდეგ დააკლდეთ. ქულები იწერება შედეგობრივად, ანუ ვინ რას ფიქრობდა და ამას რატომ აკეთებდა, უფრო ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება. პირველ რიგში უნდა დავიწყოთ დეტექტივით. როდესაც ჰიტამ მანიშნა ღამით პირველი ნომრის გადამოწვება, ზუსტად ვიცოდი თუ რა შედეგებს გამოიწვევდა ეს ყველაფერი. საბოლოო ჯამში თავისმა გადამოწვეულმა პატიოსანმაც კი თვითონ დეტექტივი გაიყვანა. ზოგადად პირველი ეპიზოდი ყოველთვის მძიმე არის ხოლმე ჩვეულებრივ რეგულარულ სეზონში და All-Stars-ში მით უმეტეს. საკმაოდ ბევრი მოთამაშე ფორმიდან იყო ამოვარდნილი. ჰიტა თავისი გადამოწვეული წითლის ხელით და თითქმის ყველა პატიოსნის ხელით გავარდა. მხოლოდ 2 ნომერი იყო, რომელმაც ხელი არ აწია. საბოლოო ჯამში დეტექტივის პასუხისმგებლობა უფრო მეტი არის, რომ ამ თამაშს აგებ, ვიდრე პატიოსნების, რომელიც უწუნებენ 8 ნომერს გადამოწვებას. ის ჯამში 6-დან ქულებს კარგავს და აგროვებს 2 ქულას. ქულების დაწერის დროს როლების მქონე მოქალაქეები ან შავი მოთამაშეები უფრო მეტად მკაცრად ფასდებიან. შესაბამისად, როდესაც ექიმი ხარ, უფრო მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინო და არ უნდა იყო ასეთი ნეიტრალური. ღამე საერთოდ მოკვდა, შავებმა აღმოაჩინეს, რომ რაღაც როლში იყო და შესაბამისად დროზე ადრე ტოვებს ექიმი. ასევე საკმაოდ სუსტი, ნეიტრალური ანდერძი ქონდა, არანაირი სიტყვა არ დაუტოვებია და 5 ნომერი კარგავს 2 ქულას, საბოლოო ჯამში აგროვებს 4 ქულას. პირველ წრეზე მას შემდეგ რაც 3 დეტექტივი გაიხსნა, იმდენად დაძაბული სიტუაცია იყო, რომ 2 ნომერმა და 3 ნომერმა საერთოდ კანდიდატურებიც კი არ დაასახელა და ძალიან გაუჭირდათ გარკვევა, რაც საკმაოდ მინუსი არის. მახარა თავიდან 8 ნომრის სიშავით თამაშობს, ასევე იაკუძას დეტექტივობაში, ლაშას დეტექტივობაში ეწერება, რაც საკმაოდ ცუდი სვლა არის. ასევე მისი ხელით გავიდა 7 ნომერი და 3-3-ში წააგეს. თუმცა ასევე კარგი სულები უფიქსირდება, რაც არის რომ ბოლოს, როდესაც 8 ნომერი გავიდა და ძალიან ემოციური სიტყვა დატოვა, ის მაშინვე ჩაეწერა 8 ნომრის დეტექტივობაში და უტევდა 7 ნომერს, ასევე 9 ნომერს უტევდა და 8 ნომრის დეტექტივობაში სხვათა შორის 2 ნომერთან ერთადერთი იყო, რომელიც თამაშობდა. მახარა ჯამში აგროვებს 6 ქულას. ნინიკომ ჯამში 6 ქულა შეინარჩუნა თავისი პლუს და მინუს ქულებით. გაითვალისწინეთ, რომ როდესაც დეტექტივის გადამოწვეული პატიოსანი ხარ, შენი სიტყვა უფრო მეტად ფასობს, ვიდრე სხვა ნებისმიერი პატიოსანი. თუმცა მისი მხრიდან ასეთი აქცენტირებული რვის გაშვება უფრო მეტად მტკივნეული არის, ვიდრე ნებისმიერი სხვა პატიოსნის. ნინიკოს საკმაოდ კარგი სულები ჰქონდა, ის დეტექტივის გახსნის შემდეგ 10 ნომერთან და 12 ნომერთან თამაშობდა, რაც საკმაოდ კარგი არის, ასევე უტევდა 6 ნომერს, რაც მაგარი არის, არ მოსწონდა ბასტო და საკმაოდ კარგად ითამაშა. თუმცა ჯამში 6 ქულა ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი შედეგია. ზოგადად იმდენად რთული თამაში გამოვიდა პატიოსნებისთვის, რომ ძალიან რთული არის რომელიმე მოქალაქე რომელიმეზე წინ დააყენო. შესაბამისად 10 ნომერიც 6 ქულა. თუმცა იმ ფაქტორს თუ გამოვრიცხავთ, რომ 8 ნომერს ცუდი გადამოწვევა ჰქონდა, მაშინ ლუკა საკმაოდ კარგად ხსნიდა, რომ 1 ნომერი, რომელიც ყველასთვის ნეიტრალური იყო, მისი გადამოწვევა არაფერს იძლეოდა. მაშინ, როდესაც ხმები გაიყო 11 ნომერზე, მხოლოდ ლუკა მაწია პატიოსნებიდან ხელი, რაც საკმაოდ კარგი სვლა არის. თუმცა ამას სურათი არ შეუცვლია, ასე რომ მანაც 6 ქულა დააგროვა.
ერთადერთი პატიოსანი, რომელმაც 8 ნომრის დეტექტივობა დაიჯერა იმ ბოლოს სიტყვამდე და აწია 9 ნომერზე ხელი, ეს იყო სოსო. თუმცა შემდეგ შავად შემოწმდა და მით უმეტეს ყველაფერი გასაგები გახდა მისთვის. სწორედ ეს სვლა აყენებს უფრო წინ, ვიდრე წინა სამ მოთამაშეს. ჯამში 8 ქულა. ნათელი წერტილი პატიოსნების მხრიდან ამ თამაში თუ ვინმე იყო, ასევე იყო 12 ნომერი, რომელიც უტევდა 11 ნომერს, უტევდა 7 ნომერს, ასევე 6 ნომერს აძლევდა შენიშვნებს, საკმაოდ აქტიურობდა ბოლოს საერთოდ ორივე შავმა გუნდმა მასზე გაისროლა. თუმცა საკმაოდ ცუდი ანდერძი ჰქონდა, მან მოითხოვა ორიანის გაყვანა, რაც ცუდი იყო, ჯერ 11 გადიოდა წესით და შემდეგ ორიანი, თუ საერთოდ გადიოდა ორიანი და საბოლოო ჯამში მანაც 8 ქულა დააგროვა. ასევე ის ითხოვდა 2-3-ში შემოწმებას. აი, რომელი უფრო კარგი იქნებოდა? ნუ რა თქმა უნდა 2-3-ში შემოწმება უფრო კარგი იქნებოდა, მაგრამ დიდადაც არ განსხვავდებოდა ერთი ნომრის შემოწმებისგან. ანანოს თამაში შეიძლება ბევრისთვის შეუმჩნეველი დარჩა, თუმცა მისი ფარული შეტევები საკმაოდ კარგი იყო. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც 2-მა და 3-მა ნომერმა თითქმის არაფერი ისაუბრა. მისი ლაპარაკი ფაქტიურად გადაამღერა 5-მა ნომერმა ექიმმა, რაც ძალიან მაგარი არის და კარგი манипуляция იყო 4 ნომრის მხრიდან. მან კარგად ახსნა 8 ნომრისგან 1 ნომერი რომ არ მოწმდებოდა. ასევე, როდესაც ბოლო სიტყვა დატოვა, მისი ანდერძი იყო ძალიან კარგი. როგორც უნდა მოვიქცეთ ხოლმე ჩვენ პატიოსანი მოქალაქეები. თუმცა ანანო იყო შავი კარტი, მას დიდად არ მოეთხოვებოდა დიდი ლოგიკები და მას საერთოდ არ აწყობდა რომ წამოეჭრა იქნებ 8 ნომერი იყოს დეტექტივი და მოდი სხვა გავუშვათ. თუმცა 3 დეტექტივიდან ერთი იაკუძა რო არის, ერთი პატიოსანი და ერთი შავი, ეს ძალიან ხშირად ხდება და ერთ-ერთი დეტექტივის გასვლა საკმაოდ სწორი სვლა არის. ანანოს შემდეგ მოდის ლაშა 13 ქულით. ის აგროვებს 15 დამატებითი ქულიდან 13 ქულას, რაც თითქმის მაქსიმუმი არის. ფაქტიურად უფრო მეტი, რა თქმა უნდა, უფრო მეტი იწვალა, ვიდრე ნამდვილმა დეტექტივმა, უფრო მეტი შავი იპოვნა, ვიდრე ნამდვილმა დეტექტივმა. უფრო კარგი არგუმენტები ჰქონდა ვიდრე ნამდვილ დეტექტივს და თითქმის ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ბევრი მოთამაშისთვის 7 ნომერი იყო დეტექტივი, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ 8 გავიდა 9 ნომრის გადამოწმებული შავი, მერე გავიდა 9 ნომრის გადამოწმებული შავი 2 ნომერი და შემდეგ 9 ნომრის მოწინააღმდეგე შავი 7 ნომერი, რის შემდეგაც წააგეს. ლაშას ასევე შეეძლო, რომ ღამე 11 ნომერი მოეკლა, მას შემდეგ რაც ორიანი გავიდა იმის შიშით, რომ შეიძლებოდა 3-3-ში წაეგო. თუმცა მისი სვლები, საუბარი, დამაჯერებელი მეტყველება და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, მას არ ეშლება. საკმაოდ კარგი თამაში ჰქონდა, მით უმეტეს მარტოდ დარჩენილი იაკუძას, რაღაც შანსს იტოვებდა, რომ გამძვრალიყო და მოეგო. თუმცა ბევრი იყვნენ შავები და არ გაუმართლა. მან მოგების ქულა ვერ დააგროვა, რა თქმა უნდა, შესაბამისად 15-დან 13 ქულას აგროვებს. მაფიამ რაღაც მომენტში ძალიან არაგუნდურად ითამაშა. მაგალითად 11 ნომერი 6 ნომერს უტევდა მაშინ, როდესაც საერთოდ არ იყო 6 ნომერზე სალაპარაკო. თუმცა ეს შემდეგ შეიძლება გამოსდგომოდათ ძალიან კარგად. თუ დეტექტივი გადაამოწმებდა 11 ნომერს, მაშინ 6 ნომერი პატიოსანი იქნებოდა. ანუ ასეთი ლოგიკები უფრო მეტად მუშაობს. მაგრამ იმ მომენტში ძალიან ცუდი იყო. 6 ნომერი შემდეგ 9-ს უტევდა, 6 ნომერი 11-ს უტევდა, 11-6, 11-9-ს, მაშინ როდესაც ორი დეტექტივი იყო გახსნილი და მაშინ როდესაც 7-იანმა გადაამოწმა 11 ნომერი, 11 ნომერი 8 ნომრის დეტექტივობით თამაშობს, არადა გასულია და უფრო მეტად 9-იანი უნდა გაადეტექტივოს და მოკლედ საბოლოო ჯამში გამარჯვებულებს არ განვსჯით, თუმცა სამი მაფიიდან იაკუძის მხრიდან გადამოწმებული შავი მესამე ადგილზე გადის 11 ნომერი და ის აგროვებს ჯამში 14 ქულას. რაც საკმაოდ კარგი არის. ოზი ყველაზე შემალული და ბოლო მაფიოზი გამოდიოდა. აი, ვიღა უნდა დარჩენილიყო მაფიოზი. 9 ნომრისთვისაც კი ოზი შეიძლებოდა გამოსულიყო ბოლოს მაფიოზი. თუმცა ყველაზე მეტად ნაკლები ყურადღება იყო 6 ნომერზე რა. შესაბამისად, 6 ნომერს ბევრი ცუდი სვლაც უფიქსირდება.
ეს ცუდი სვლა საბოლოო ჯამში შედეგზე არ აისახა, ასე რომ გამარჯვებულებს ნაკლებად გავსჭით. 11 ნომერის შეტევაზე ვისაუბრეთ, მან იცის რომ 7 ნომერი იაკუძა არის, ღამე ინფორმაცია არსებობს რომ 7 ნომერი იაკუძა არის. ასევე არსებობს რომ 8-იანი დეტექტივი არის და 7-იანი ესე იგი იაკუძა გამოდის. შესაბამისად მას აწყობს რომ 7-იანი გავიდეს ხელით, თუმცა 7-იანი არ გაგყავთ. რაც საბოლოო ჯამში კარგად დამთავრდა და რა თქმა უნდა პლუს ქულები არის. ჯამში აგროვებს 16 ქულას. ამ თამაშში კოპალას ფაქტიურად უნაკლო. კარგი არგუმენტები, კარგი გადამოწმებები. მიუხედავად იმისა, რომ თლიანი ქალაქი არ თამაშობდა მის დეტექტივობით და უფრო მეტად ლაშას დეტექტივობით თამაშობდა, მან 3-3-ში შრალად მოიგო და მარტომ მე ვფიქრობ, რომ მარტომ გაიტანა მთელი მაფია და მარტომ ათრია მაფია. კი, ბოლოში 6 ნომერმა და 11 ნომერმა ჩატეხეს და 4 ხელით გაიყვანეს 7 ნომერი იაკუძა. ასევე თუ რაიმე ხინჯი შეიძლება დაუჭიროთ 9 ნომერ დონს, ეს შეიძლება იყოს მაშინ, როდესაც იაკუძა ესვრის 12 ნომერს, 7 ნომერი უნდა მოკლას მაფიამ, რომ ის გათვალოს იაკუძამ ვინმე პატიოსანი მოკლას. აქვე არსებობს მეორე მხარე იმისა, რომ ანუ ფაქტიურად შედეგი რაც მივიღეთ 9 ნომერს შეეძლო რომ 3-3-ში უფრო ადრე მოეგო ღამე ვინმე პატიოსნის, მაგალითად 1 ნომრის მკვლელობით, მაშინ როცა ექიმი არ იყო, დაემთავრებინა 3-3-ში რა. თუ იაკუძა შედეგის მიხედვით 12 კლავს და მაფია კლავს კიდევ ერთ პატიოსანს, მაშინ შედეგს ვიღებთ რომ 3-3 უფრო ადრე დგება, ვიდრე რეალურად დადგა. თუმცა ეს შეფასებები არის რაღაცა აი ვეძებთ რომ მაქსიმალური ქულას თუ არ დავწერთ, რა შეიძლება რომ ამ თამაში 9 ნომერმა დააკლო. შესაბამისად კოპალას 25 მაქსიმალური ქულიდან უწერთ 21 ქულას. საკმაოდ კარგი არგუმენტები ქონდა, კარგი გადამოწვევები, 7 ნომერზე შეტევა, რომ 7 ნომერს თამაშობს და შემდეგ 9 ნომერს ამოწმებს და ვინ ყავს შავები 7 ნომერს და რანაირი დეტექტივია და ძალიან კარგი იყო ეს ყველაფერი, როგორც მახარა ამბობდა, იდეალურად გალექსილი არის და საკმაოდ დიდი გამოცდილებით თამაშობს კოპალა. მეგობრებო, გამომდინარე იქიდან რომ ქულებს მევწერ, თქვენც შეგიძლიათ ჩაერთოთ MVP-ს გამოვლენაში. ასე რომ Betson Sport-ის აპლიკაციაში შეგიძლიათ რომ შებრძანდეთ, გადმოწეროთ აპლიკაცია და იქ იქნება 4 საუკეთესო მოთამაშე ამ თამაში იქნება ოზი, ბასტო, ასევე იქნება ლაშა და რა თქმა უნდა კოპალა. ხმა მისცეთ და ნებისმიერი თქვენი რჩეული გამოავლინოთ. მადლობა Betson Sport სპონსორობისთვის, ასევე Celsius რა თქმა უნდა სპონსორობისთვის უღრმესი მადლობა და ყველას უღრმესი მადლობა ვინც მოთამაშეებს ამხნევებთ და გვერდით გვიდგახართ.